ჩაწერის ვივარჯიშა და სახში მაგ კულერი კომპიუტერზე მაგ კულერი და ხან ირთვება, ხან არ ირთვება და ის ზუსტად აი ესეთი ინტენსივობით დატრიალდება ხონდა და ამდენი დატრიალ იმის ჩემი კულერი მახსენდება. გამარჯობა, უყურებთ და უსმენთ ჯაფარას პოდკასტს და დღეს ჩვენი სტუმარია გია ჭანტურია, იუმორისტი. ოღონდ ლეგენდარული იუმორისტი. ქართული იუმორისტის და ძალიან გამიხარდა რომ მოახერხეთ შეხვედრა და პოდკასტის ჩაწერა. როგორ ხარ პირველ რიგში? ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეთ. ვართ როგორც ავიც. როგორც ყველა არა, ისე. არა გვიშავს. გვინდა რომ ვიყოთ უკეთესად, მაგრამ ხნედ ვართ. საქართველოს ესპანეთს თუ უყურე გუშინ კალაბურთს. კი, უყურე, ძალიან გამიხარდა. მიხარია ხოლმე როცა ქართველები რაღაც ესეთ თვისებას გამოვლენ. იმიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქართული თვისება. მე რატომაც რუსეთის იმპერიის და საბჭოთა იმან ხო მიგვაჩვია, რომ ჩვენ ქართველები გასულ ზარმაცები ვართ, ესეთები ვართ, არა ვართ ბოლო წუთში ჩვენ შემოტრიალება არაფერს. ჩვენ ესე გვეგონა ბავშვობაში, რომ კაცო აი ინგლისელები ან ვიღაც ფეხბურთსაც რო უყურებდით, ხო, რომ აგებენ უცებ შეუძლია, აი გერმანელებს 3 თავს აგებენ 4-3 მოიგე, ქართველებს ჩვენი გაშვილია ერთ გოლს გაგვიტანენ და მე და რატომღაც ჩვენ გვაჩვევდნენ, რომ ქართული ხასიათი ეს იყო და ამ დროს არ არის ქართული ხასიათი ეს. პირიქით ეგა ქართული ხასიათი, რომ ლამის წაგებული ბრძოლიდან რომ მოატრიალებ, ეგ არის. თუმცა პირიქითაც ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა, რომ ლამის მოგებული წაგვიგია, მაგრამ შემთხვევითობა არის. გუშინ გამოავრინეს ხასიათი, თან გამოჩნდა ის, რომ არაქართველი მეგობარი ყავდა, რომელიც დამსახურება ძალიან დიდია, მაგრამ ახლა კაპიტანმა საოცრებები აკეთა და მართლა საოცრებები აკეთა. მე გავსი მონდომება, ვიცი, დიდი ხანია სპორტში არ მინახავს და ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი. თან ესპანეთს ახლა ესპანეთთან რაღაცა განსაკუთრებით ვინდომებთ ხოლმე ფეხბურთში. ესეც ქართული ხასიათი არის, რაც უფრო ძლიერი არის და რაც უფრო ინდომებ. ესპანეთი ხო სოფლიოში მეორე ნაკრები არის ამერიკის მერე. კი, ნამდვილად. თან ისეთი შემადგენლობით იყო, რომ ახლა ვერ იტყვი რომ რაღაც ჩვენ გვაქვს ხალხი. ჩვენ უფრო გვაქვს, ჩვენ მეტად შეცოტავებულები ვიყავით. თუმცა ხო, რა კალაბურთი მიყვარს, ბავშვობაში დავდიოდი კიდევაც კალაბურთზე. მაგრამ არ ღირსო დაბალიაო ესე თქვეს და მე სკოლა დავამთავრე 82-3 ვიყავი და ხა გამთამაშებისთვის სიმაღლე იყო. მაგრამ მაშინ მე ბოლო კლასში გავიზარდე და ეგ არ ვიცოდი სადადია. აი ჩვენ დროს ჩემ ბავშვობაში ისე არ იყო გუნდები იყო შრომითი რეზერვების გუნდი იყო ეგეთი და იქ დავდიოდი 24 სკოლაში. იქ იყო ეს გუნდი და იქ სწავლობდით, სწავლობდი 1915-ში, იქ დავდიოდი კალაბურთზე და უბედნიერი ერთხელ შეხვდით მართვეს და ეს იყო ბედნიერება რომ მართვეს და შორიდან ვისული ჩავაგდით და არ ვიცი, აი ძალიან მიხაროდა და კალაბურთი ძალიან მიყვარდა. საერთოდ სპორტი რა ვიცი მიყვარს რა. სუპერ ჩემპიონატს უყურებ. ჩემპიონატს იმიტომ რომ ცოტა ისეთი ხა მე მაინც ისა ვარ ინგლისი მიყვარს ძალიან და გუშინ საოცრებას უყურეთ ხო იმიტომ რომ ხო რა ვიცი ყველაფერი იყო რა საოცარი თამაში იყო და თან ახლა ძალიან სასწაულობა იყო რა რომ ფაქტიურად მეორე ტაიმის დაწყებიდანვე 10 კაცი რო რჩები ინგლისთან მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ხო არ არის რაღაც ვთქვათ ისეთი ის ხო რაღაც საკოლუბო დონეზე თამაში არ მინახავს შედეგები შედეგი საოცრება იყო აი სანახავი თამაში არის საოცრება იყო ახლა არ ვიცი ითამაშეს წინვალეთ და სამხრეთ ამერიკელი და აი უფრო მაინც ეს არის რა რომ აი სტილი უფრო ამერიკული მე სამხრეთ ამერიკულს ყველას ვაერთიანი პაკეტი ხშირად ამერიკა შტატების გარდა და თქო კანადა ცოტა სხვა ფეხბურთს თამაშობთ და ანჩენი აქეთ ვინც არიან თქო ახლა უხეშობაც იყო ყველაფერი იყო და საბოლოოდ გამოდგა რომ რეალურად მექსიკა უფრო უხეშობდა ჯამში, მაგრამ გამოდგა რომ აუცილებლად ყვითელები და წითლები ინგლისს შერჩა და მე ბოლოს ნახე როცა 3-2 ანგარიშდა 11 წუთს ამატებდა 13 წუთს თამაშები გუნდებს ხო ახლა აი ძალიან ტრაგიკული იყო მაგრამ ჭირი არის ხო ამდენს დამატება სხვანაირი გემოაქ ეგეთ გამარჯვებას ხოლმე და ულოსა რა ვიცი რა ნუ ესე გულშემატკივრობ რა ვიცი ყველა საქართველოს
ნორმალო არ არის ისე ხარ რა. როგორ გულიმწყდება რომ მან ვაკლივართ. ხო, თან აი ნამდვილად ეს ფორმატი უკვე ამდენი ბევრგუნდიანი აი ეს ვერსია ზედ გამოჭრილი არის ჩვენთვის. ზედ გამოჭრილი ჩვენთვის და ნუ შემიძლია 1-5 გუნდი თქვა ისეთი, რომელსაც აი ნაღდათ მოუგებდით საქართველოს ნაკრები აი მართლა თუმცა დონე ძალიან მაღალია ჩემპიონატის. მე დიდი ხანია ესეთი საყურებელი ფორმატმა გაამართლა ესე ყოველდღიური თამაშები ყოველდღე ფორმატი არის ძალიან მომგებიანი რა სულ ჩართული ხარ და ეხლა ეს რომ ევროპაში მსგავსი ფორმატი ჩატარდეს და არა ამერიკაში და დროში არ კონდეს ეს რაღაც საშინელება თუმცა ამერიკელებმა მართლა ძალიან ბევრი გააკეთეს იმის რომ ერთი თამაში გიწევს მათო 4 საათზე ყურება ღამე დანარჩენი ისეა რომ მაინც ნორმალურად დაიჭერეს ხო ნუ იზარალეს რაღაცეებით ფაქტიურად დილაუს არის იქ თამაშები შუა დღეზე და რა ვიცი და მომწონს რა კაია რა კაია ლამაზი ბევრი საოცარი გოლები ვნახეთ საოცარი თამაში ვნახეთ და წინავენ რა ვიცი მე მაინც საფრანგეთი რაღაც არანორმალური აი როგორც PSG არის ახლა ფაქტიურად PSG არის ხო რა წირი ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი გამოკლებით ხუჭას. ყოფილი PSG დღევანდელი სნაკრები კარგოლზეა, ხვიჩა აკლიან და ვიცი, საოცარი გუნდია, აი ეგეთია, აი მანქანა, აი ადა გერმანელებს რო ვაბრალებდით მანქანას, აი ამას შეერთეს ერთმანეთს ყველაფერი, გერმანული მანქანა, ფრანგული რაღაც კრეატივები, რომელიც ძალიან ლამაზია და კარგად იციან მათ ეს ყველაფერი, მაგარი გუნდია ძალიან და ინგლისიც ძალიან ბრძოლის უნარიანი არის, თან ბადეს ისეთი შეხვდა რომ მაინც აი ცოტა ისეთი ძიმე. რომ მასპინძელთან ყოველთვის ის არის. ხო და ანუ კაია, ეგეთი ინგლისი მე არ მახსოვს დიდი ხანია გულშემატკივრობ ინგლისს, ნუ არგენტინა მესია და ნახოთ რა იქნება. დღეს არის რაღაც აუცილებლად თამაში იქნება ესპანეთის ეს თუ მოიგო მესი ესპანეთი არ ნუ მე არ ვიცი არ მგონია რომ ეს ჩემპიონატი მოიგოს ნუ მესია მე ადრე მქონდა ეგეთი ხუმრობა მარადონაზე და ეხა მესიზე მაქვს რა და რომ ეგეთი ხუმრობა იყო რა რომ მარადონა უფრო მაგარია თუ პელე თქო რა და მარადონა თქო რატომ თუ პელეაო და იმიტომ რა და გამოთქამა არის და მესი არის ნუ ნახოთ ცოცხალი და საერთოდ ალბათ ყველა დროს არც მინახავს პირველი იმიტომ რომ პელეა რა პელეა ხო და ხო ნუ ნახოთ რა იქნება ესპანეთი პორტუგალია არის დღეს საოცარი დღესა ხვალ ღამე თუ დღეს არის ჩვენთვის ხო პორტუგალია ესპანეთი საოცრება თამაში არის და ნახოთ რა ხო მოხდება საერთოდ ალბათ არაფერი არც ერთი სპორტული მოვლენა არ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატს აი ოლიმპიადაც ვერ მიდის ესე ახლოს კი ძალიან მაგარია მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი რო ხდება რა უცხოელი არის სამყარო მაგ დროს მე მიყვარს ოლიმპიადა საერთოდ სპორტის საერთო ჯამთელი სპორტებიც კიდე მიყვარს სადაც ორთაბრძოლა არ არის ესეც რაღაცა არის რა ესეთი რა აი მიუხედავად იმისა რომ ხო აი ძალიან ობიექტურია მაგალითად აი ოლიმპიური სახეობები ხო ჩქარა გაიბირა და მორჩა ჩქარა გაიბირა შემთხვევით ბურთი მრგვალი არ არის იქ უფრო შორს გადააგდო კი შევეხი ტრავმა აფეხი და უცაბა ნუ იქ სამი მცდელობა გაქვს 1000 რაღაცა უნდა გაიარო და ძალიან ის არის ხო და მე მინახავს უბრალოდ როგორ ემზადებიან ადამიანები და როგორ 4 წლისთვის ინდივიდუალი გუნდი კიდე სხვა არის ნახეთ ჩემპიონატს თამაშობ, შიდა ჩემპიონატს თამაშობ, ჩემპიონატთა ლიგას თამაშობ, სულ რაღაცაში ხარ და 2 წელიწადში ერთხელ ხან ევროპა გიწევს, ხან იქ რა ვიცი, ამერიკის იქ თავისი ამერიკული თასები გაქვს, სოფლიო ჩემპიონატები გაქვს და ასე შემდეგ. შეხარ ინდივიდი ერთი. კი რაღაც ჩემპიონატები ტურნირები წავდება, მაგრამ ფაქტიურად 4 წლისთვის სააკეთებ ყველაფერს რა. და საშინელი ხა ფიზიკურად მომზადება და არანორმალური ჯაფაა და მე გავიზარდე დიდუბეში სადაც იყო ჩემთან გვერდზე სპორტული მანეჟი ძლეოსნობის მანეჟი მაშინ აშენდა ჩემ ბავშვობაში და მასვიგას დავდიოდი ხოლმე და იქ ხედავდი ხოლმე ადამიანები როგორ ვარჯიშობდნენ მიუხედავად იმისა არაფერი ესეთი განსაკუთრებული თქვა იმათ მიღწევები არ ქონდათ იქ რაღაც საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მაგრამ რამხელა შრომა რამხელა ჯაფა არანორმალური არ მგონია რომ შეიძლება ბევრი ფეხბურთელი გაძვრეს ნიჭით და იმითი რაღაც აი ესე
იქ ვერაფრით ვერ ძრები, აბსოლუტურად ვერაფრით. ხო, რა ვიცი, ეგ არ იუმორის ჩემპიონატი არ ტარდება, თორე იქაც რაღაცას ვიტყოდით, მაგრამ სადამ ხო, იუმორის სადამ გადავთ ბარენ სპორტზე. ყველა სპორტი მიყვარს. ბარენ სპორტზე ლაპარაკო და UFC-ს თუ უყურებ. კი, მაგრამ არ მინდა გახსენება. ძალიან მეტკინა, ფაქტიურად ყველა დარტყმა მეტკინა და თან მიყვარს ძალიან ილია, განსაკუთრებულია. ისეთი შიგნით აქ რაღაცა ეს ადგება ფეხზე და ბევრად ძლიერი. მე არ მგონია რომ გეიჯი უბრალოდ დათანხმდეს მას ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ხო, ერთი მაგის მეშინია რომ იმან არის უაროს და დარწმუნებული ვარ რომ უბრალოდ გაანადგურებს, აი მაშინ ვარ დარწმუნებული. ხო, რაღაც ცოტა ფსიქოლოგიური მომენტი, ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული იყო, ფსიქოლოგიურად ძლიერია ძალიან, მაგრამ ხდება ხოლმე, მე ვიცი. განმიცდია თქვა რაღაც სფეროები ყოფილა, სადაც აი დარწმუნებული ხარო შენზე ძლიერი არავინ არ არის და ერთი ბეწო ეწვის შეპარვა რაღაცაში ანგრევს ყველაფერს რა. მე მაინც გონი ის ერთმა დარტყმამ ეს ქნა რა ცოტა რაღაცები შეცვალა, თორე ნამდვილად შეეძლო. მე დარწმუნებულია რომ ილიას ვით უმეტეს მეორე რაუნდში ისე ყავდა მიყენებული, რომ აი წამების ამბავი იყო მართლა და ხო, ნუ სარი ეგ არის. და ეგეც მეც ეს რამდენი მახსენდება ეხლა რეაქცია ჩვენ ქონდა, ზუსტად ეგ რეაქცია მაქვს ისე ის ცუდი ხასიათი ეგრე იბუჭდება ხასიათი, ხო. არ მინდა გავეკარო და ნუ ახლა მერაბსაც საომარი აქვს. ვიცი, ჩოხელი ძალიან კაი ბიჭია, რაც ნახე, ძალიან მომწონს. ცოტა გამოგიკეთა ხასიათი ილიას მე. აგვისტოში დოლიძე ჩხუბობს, როგორც ვიცი. ნახოთ, მინდა ძალიან რომ გაუმართლოს, მიუხედავად იმისა, რომ აი ბოლო ვერ იყო ისეთ ფორმაში, წონის ცვლილებები, ბევრ რაღაც პრობლემა ჰქონდა. მაგრამ ძლიერია. შირაგანათაც რომანი და ნახოთ რას იზამს. მე ამიტომ წარმატება ხოდეს მას. ნუ თავი მაინც არის ჩემპიონები, რომლებმაც უნდა თავის ჩემპიონობა აღიდგინონ და ისევ დააბრუნონ იქ საქართველოს სახელი. კი, ეხა რამდენიმე დღეში კონორი ბრუნდება. ხო, ნუ ეგ ცალკე შოუ არის. კონორის აუცილებლობა არის და მართლა მაგარი დიდი პიროვნება არის, ხო, არის. ეს თუ მოიგო მე არ ვიცი. არ ვიცი. მე მარტო კონორზე გადაკეთდება მთელი ის. არ ვიცი, ხო. იმ შეთქმულების თეორიებს არ გჯერა ილიასთან რას. არა, შეთქმულების თეორიები. ილიასთან დაკავშირებით ეს. არა, ნამდვილად ამჯერა ეგ თეორიების. ამჯერა, იმიტომ რომ არის რაღაცა წვერვალები, სადაც რომ მიდიხარ, იქ მე ეგეთი რაღაცები უბრალოდ არ ხდება და ვერ ხდება. მით უმეტეს ხო, ეს ალბათ ისე გჯეროდა ილიას რაღაცა რომ ვერ ვიჯერებთ რომ რაღაცა ის ჯერ მისი პიროვნული თვისებების გამო ეგ ერთი. მეორე ერთი არ არის ილიას ადამიანი რომ ხო შემოგელა. აი მის დაშვებაც კი არ შეიძლება. ეს არის შეურაცხყოფა ადამიანის, ხო? და არ იმსახურებს ilija ამას. იმიტომ არ არის ilija ეს ადამიანი, ვინც რაღაცა გავს რაღაცას ხელი მოაწერს. გამორიცხული არის, ეგ ერთი. და მეორე არის ის რომ ჩემთვის უფრო ის არის რა, რაღაც საამაყო ის იქნება, რომ აი ამ დაცემის მე ფეხზე წამოდგეს და დაბრუნდება, აი ეს კიდე უფრო მეტი ის არის ჩემთვის, ხო? და მისთვის როგორც პიროვნებისთვის არის უზარმაზარი რამე. აი მე უკვე აი ამ წაქცეულზე ადგომა და გამარჯვება საერთოდ ბოლომდე შეკარავს ადამიანს და კი, ეხლა ბოლოს მე რაც ვნახე შონ ზოსტანადროპისთან იყავი პოდკასტში და ფილმების გახმოვანებაზე აპარაკობთ ფილმების ესე თქვა ქართულად იუმორისტულად გახმოვანებაზე და ეს უახლოესი პროექტი ეს არის ეხლაზეც მუშაობ თუ არის კიდე ერთ-ერთი პროექტი არა ხა იუმორისტული ჩემი მეგობრები არიან როდესაც თავის დროზე ეს პროექტები ცოცხლობდა ჯერ კიდე როდის რამდენი წლების წინანდელია ეს ყველაფერი მაშინ აქტიურად ვიყავი ჩართული იმიტომ რომ 2000-ების დასაწყისში დაიწყო ხო 2000-იანების დასაწყისში პერიოდები იყო აი ძალიან ისეთი გამოხმაურებები ძალიან ქონდა კინოში საოცრება საკეთებდა და ფორმულა 51 მახსოვს ყველა მაგენით ლაპარაკობდა. ხო, ნუ იყო დიდი კუში რომელიც სამწუხაროდ არ არსებობს კოპია და იყო საოცრება. ნუ ახლა ევროტური იყო 51 ძალიან ძლიერი იყო ფორმულა 51 იყო და იყო რა ვიცი ადვოკატი რო იყო ლოიერი რა ბევრი ეგეთი და
მერე არის მთავარი ხო ნუ და რა ვიცი შტანგა გოლი იყო პირველი და ეხლა უკვე მეორე ხო არ დაბირიგეთ ბიჭო აღვადგინეთო და რაღაცებს ვაკეთებდა ხო არ გავიხსენოთ ახალგაზრდობაო და ამე ყოველთვის ზადვარ ახალგაზრდობის გახსენების და მივედი და გავახმოვანე და იცი რა არის შტანგა გოლი იყო ჩემს საყვარელი დღემდე მახსოვს როგორ ვიცინე შტანგა გოლის აი გახმოვანებას აქ რა ჩვენ საერთოდ აი ეგ არის ძალიან ესეთი უცნაური რამე რა რომ სახელიც გაიმართლებული ხო ფინსკია გოლი ხო თუ რაღაცა ხო თუ არ მაქვს ორიგინალი ნანახი არ მაქვს რა ხდება ამოჭრილია რაღაცების თუ კარგად მამის სიკვდილის სცენა საერთოდ ამოღებულია იმაში რომ რაღაც იუმორს არ შეეჟალოს ხელს საერთოდ გააკრეს ბიჭებმა და არის ერთი რომ იმპროვიზაცია მიდის ახლა იქ რაღაც მარცვალ სიტყვია რომ ეს უნდა დააჯდეს რაღაც ფრაზა უკვე წინასწარ მოფიქრებული არის რა თქმა უნდა მთელი ეს მასალა მართლა და შრომატევადია ეს ყველაფერი და დუბლირება როცა შენ გინდა რომ ეს სიტყვებიც მაქსიმალურად გზიობა დაემთხვეს, ლიფსინგი დაემთხვეს და მე მიდის უკვე იქ თან სასაცილოდ უნდა თქვა, ნუ ტექნიკურად ეგ პრობლემაა და თან სასაცილოც მორიცა უნდა დაიკარგოს ხო? ესეც უნდა იყოს. თან ნუ ხანდახან შეიძლება რაღაც სასაცილოება ისეთი კარგი იყოს, რაღაცნაირად გაწირო ცოტათი, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც რაღაცას მოუფიქრებ. იმორი იძლევა ამის საშუალებას, რომ რაღაც ისე ათქმევინო, ახლა განსაკუთრებით ჯოტიას მაგალითად მარტივია, რომ ასე მოუფიქრო და ნუ მე ვიღაცა ეტყვის, საიდან მოიფიქრე, ნუ არა ბუნებრივია, მოდის ესე ჩვეულებრივად. ნუ ჯერ იქ დრუპი მუშაობს, მე შონზო მუშაობს, ელი გუნდი მთელი ის არის ხო? ტექსტი და მე უკვე მის ამ ტექსტების გადაკეთება მორგება შინაარსში შესვლა ხანდახან ისე იცვლება ხოლმე მთლიანი ფილმის სიუჟეტსაც კითხვის ხანდახან ერთი ფრაზა რომელიც კარგი გამოდგა და მოდი ეს და ფეხბურთი მეტია ვიდრე გაზაევი მაგრამ ნუ მეტია ვიდრე გაზაევი ხო და რამდენი ეგეთი ხო იგივე ფორმულა 51 მეიდანი მიან ფრაზებია რომელსაც ჩვეულებრივად მე შემხედი ადამიანი რაღაც ფრაზა ეგეთი უთქვამს და არის ის რომ არის ის რომ ფილმიდან ეგეთი არის ბევრი მინახავს ნუ ჩვენი სამუშაოს ეს იყო პატარა ძალიან პატარა ნაწილი, იმიტომ რომ ფაქტიოდ ვახტენდით, რა ვიცი, მე მაგალითად მაქსიმუმ 2 დღე მჭირდებოდა ხოლმე თქვა. ერთ-ერთი იყო აი ფორმულა 51-ზე 6 კაცს ვახმოვანებ. 6 პერსონას ვახმოვანებ ფორმულაზე 51-ში და აი იქ დამჭირდა ეგ 2 სრული დღე და ერთი მერე კიდე რაღაც პატარა ჩასწორებების გაკეთება. და მერე ეხლა აი ამ დიდი კუში რომ ეს გავახმოვანე რომ შენარჩუნებული არ არის კოპიო აი მის ხელმეორედ გახმოვანება უნდათ და ნუ ეს ბრედ პიტი და ნუ იქ საოცრებები ხდება ძალიან მაგარი არის და ეხლა აი რომ ახსენდება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო იყო ხახმა მაშინ ისე ვერ ნახა და ვინც ნახა ყველა იძახის რომ აუ ის იყო ალბათ ყველაზე ძლიერი გახსოვთ ინდროინდელინგის ხუმრობები და სცენარი იმ ფილმისა არა ანუ სცენარი როგორც გავახმოვანეთ რა იცი რა არის იქ არის მე ბედპიც ვახმოვანებდი მაგალითად რომელიც ლაპარაკი უჭერს ციგანი არის ბოქსიორია რაღაც ცემს ყველას მაფიოზია საშნელი კაცია და ლაპარაკობს ასე აი ეს ტიპი არის რა ძლივს გამოთქმავს რაღაცებს და რთული იყო რა ძალიან რა იმიტომ რომ თან უნდა გააგებინო რაღაც შინაარსი თან სიტყვებს ხანდახან საერთოდ არ ამბობ რაღაც და ხასიათი და იმითი და მე რო უყურებდი აი იმდენად ბუნებრივად იყო ჩამჯდარი იმდენად ბუნებრივად რომ ხანდახან უთქვამთ ხოლმე რომ აი დამივიწყებია რომ რაღაც პერსონაჟი რომ თქვათ იქ თუნდაც ესეთი ეპიზოდური გავახმოვანე აუ მიდი შენ ჩაწერე რა ბარემ ეხავს ვინ მიპოვოთ კიდე და ვიღაცა გაიარა რაღაცა თქვა და ჩავწერე მე მავიწყდებოდა ხოლმე და როცა უყურებთ ხოლმე მაგაფე ვერ ხვდები რომ ჩემი გახმოვანებული ვერ ხვდები რომ ჩემი გავხოლები ნუ ეხა დიდი როლები რომელიც ვიცი რა მაგრამ ნუ იმ მომენტში ცვლი ხმას, ცვლი ინტონაციას, ცვლი უამრავ რაღაცას ხასიათს და საერთოდ თავარი არის მაინც ხასიათი რა აი იგივე ეხა შევალაც გახმოვანება მიწევდა ხო ეხა რომ დადუბალს რო ვაკეთებდი იქაც ეგრე რა 5-6 პერსონას ვახმოვანებ მიწვედა შევალნაძეს და გუბაზი და ზაზა ერთ-ერთი ჩემი იყო არ მახსოვს რომ ზაზა იყო მე მგონი ჩემი გუბაზი შორზე იყო ხო და ნუ კიდე ვიღაცებს ეპიზოდურებს ვახმოვანებდი ხოლმე
აი მაშინ ვიხსენებ ახლა ეგრე იყო ანუ ხმა შეიძლება ბაზავდა ბევრი შეიძლება უფრო დეტალურადაც მაგრამ აი ხო ხასიათი პრომშალო მანდ იყო თვითონ სიტყვების წყობა ხასიათი როდესაც იტყოდა და ვამბობთ ეს ფაზას რომელსაც ვერავინ ვერ იტყოდა არა კაცო ეთიკა ამას არ იტყოდა აი რაცონ აბსურდულ ფაზას ვიტყოდით მაგრამ ისე ვიტყოდით რომ იტყოდა აბა ხა ხო ეგრეა რა და ნუ სულ ყვები ხოლმე იმას რომ აი ხა ერთხელ ჩავწერეთ რაღაცა გზებზე მონღოლური მახსოვა განასწრა მაგრამ ვიტყვი რომ სულ გზებზე იყო რაღაც სერია და ედიკა იძახის რომ კაიაო ეს სულ გზებზე იმიტომ არისო კაიო ამიტომ არ ვაგებთ რომ ნელა ივლიანო მანქანებიო დანგრეულ გზაზეო და ავარიები არ მოხდებაო და აი ეს უკვე ჩაწერილი ფრაზა რომ სერიას ვაწყობთ ტელევიზორში სიუჟეტი არის რაღაცა ეგეთი გაფუჭებულ გზებზე და შევარდე მიხუმრა ზუსტად იგივე ხუმრობა თქვა რომ კაი მე ნელა ივლიანო რაღაცა დანგრეული გზა იყო რაღაცები და არა ჯობი არ დავაგოთ კაცო ნელა ივლიანო თქვა ამოვიღეთ მე სერიაიდან იმიტომ რომ ხა არა და ერთი თვითაც რომ დაგესწროთ რა მაგარი იქნება ხო აბა დაგვესწრო შეიძლება მაგრამ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა სიმსონებს რო აწერენ ხოლმე ხა ბევრი იმას წინასწარ მეტყოლებას ეგეთი საერთოდ რა არის იუმორი არის ძალიან რთული საქმე. ადამიანის გაცილება არის ბევრად უფრო რთული ვიდრე ატირება. განაცდევინო რაღაცა ატირო რაღაცა ჩააფიქრო, ჩემი აზრით ბევრად უფრო იოლია რა. იმიტომ ყველა რაღაც თავისი ახსენდება რაღაც იოლია რა. იუმორი არ გეცინება, იმიტომ რაღაც გახსენდება. ხო აი შენ თვითონ არაფერიდან ქმნია აი ამ რაღაცას და აძლევ და სხვათა შორის აი კავენი რო იყო და ჩვენთან რო ხიართა და საზრიანთა კლუბი დაერქვა რუსულად ქვია ვიშოლი ხი ნახოჩივი და ხიარული ვიშოლი კი თანატოლია მაგრამ ნახოჩივი და საზრიანი არ არის ერთი და იგივე ნახოჩივი უფრო ისეთი არის რა რაღაც რაღაცას რომ გამოგეკავს და რაღაცას რომ აი შეძლებს და საზრიანობა ცოტა უფრო ინტელექტუალური ის არის რა. ამიტომ ქართული თარგმანი თავიდანვე როცა რა ვიცი ტლების უნივერსიტეტში შემოვიდა, მაშინ ესეთი ფიზიკოსები და ვიღაცებს ყავდათ კაი გუნდები ძველ თაობას. საზრიანობა ცოტა უფრო ინტელექტუალობისკენ მიდის და ძალიან კაი თარგმანია. ამიტომაც არის რომ აი ესე რა ვიცი, კარგად მოხდა. ხო, აი საბჭოთა რაღაც, ნუ ახლა ვერაფერს ვერ იზამ ელემენტარულად, იმიტომ რომ ნუ ახლა დავიბადეთ იმ პერიოდში ის იყო. არ იყო სხვა stand-up comedy არის ხო, ჩვეულებრივი. ოღონდ ნუ რაღაც იქ უფრო შეჯიბრების რაღაცა ის ქონდა. თორე რეალურად ეგო სკეჩი, შეჯიბრი, რაღაც ისეთი ფორმატი არაფერი განსხვავებული არ იყო, უბრალოდ აი შეჯიბრებითობის ის იყო დამატებული, რაც იყო და ხო, ეგ მაგარი სკოლა გამოიარა თქვენმა თავობამ ეს ამ ხელა აუდიტორიასთან პირდაპირ კონტაქტი არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იუმორისტისთვის ან მაგაზე კარგის რთულია რა. გარემო რო გაიზარდო არ არსებობს. აი რო უკვირდები ხარ რთულია. აი ხა მაგალითად რო დავჟე რაღაც სერია რაღაც სცენარი სასაცილოს დაწერა დამჭირდეს, ნუ ერთი კვირა, ორი კვირა დამჭირდება რომ შევიდე ისევ იმ ძველი იმაზე, იმ რაღაცა, ასე ვეძახი, პალასას, რასაც ეძახიან. აი დავჯდი ამ იმაზე, ამისთვის დო დამჭირდება. ისევ როგორც ყველაზე ტრაგიკული იუმორისტისთვის არის რა. როცა უკვე რაღაც ისეთ სიმაღლეს აღწევ, ლეველს, რასაც ეძახიან. რომ უკვე შენი მოფიქრებული ხუმრობა სუფთა პრაგმატულად ისეო სასაცილოა. მაგრამ თავად უკვე აღარ გაქვს ამაზე რეაქცია. და ჩვენ ქონდა. აი მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აი ჩვენ გუნდს და ჩვენ აი ესეთ შემადგენლობას ხო ბიჭებს. ეს ეტაპი ქონდა. ამ ეტაპამდე მივედი. და ესე ჩორლებელ brainstorming-ზე ვიჯექი, თქვა და 7 კაცი და რაღაცა იტყოდა, რომ და იმ ესე არის უთხას. და ესე შევხედავ სრულიად სერიოზულად, ავე ძალიან მაგარი იქნება, ხალხი მაგაზე იცინებს და წერდი და მე უცებ აღმოაჩინე რომ შენ აღარ გეცინება ამას. იმდენად რაღაც პრაგმატულ რაღაც იმებში გადადიხარ, რაღაც ფორმულებში იმებში და მან ჯობია დაისვენო ცოტა რა. თორე რაღაც კი
აი ეს ეტაპი არის უკვე საშიში ეტაპი, პირდაპირ ვიტყვი. აი ეს ეტაპის თუ გადალახე უკვე და მივხვდი რომ მე იწყებ რაღაცების ობიექტურად შეფასებას. აი ზუსტად იგივენაირად თუ ეს სასაცილო არ არის და თუ ამაში შეყევი და არ გამოხვედი აქედან და არ დაუბრუნდი ნამდვილად ადამიანურ შეფასებას ამისას, მე გემართება ის რომ საერთოდ კარგავ უკვე და შენ რო არც იცინი და ამ რაღაც პრაგმატული რაღაც დალაგებული სიტყვებით და რაღაც სიუჟეტის ამ შექმნილი ამ რაღაც კონფლიქტი თუ რაღაცის კვანძის გახსნებს რაღაცებს აკეთებ, მე უცებ გეკარგება ეს ზღვარი და უცებ ხვდები რომ გეგონა რომ ხალხისთვის სასაცილო იყო, თუმცა საერთოდ აღარ არის სასაცილო. ეს შენ გონია შენი ანუ ემოცია უკვე რაღაც გადავარდა და რაღაც პრაგმატულად ამას თუ ვიტყვი ხალხი მოკვდებას იციან და გადიხარ სცენაზე და არავინ არ იცინის ამაზე და მაშინ ხვდები რომ ჰერი ხა მე რაღაც დავკარგე. სადღაც დამეკარგა ეს. და მე უნდა გაჩერდე და დაისვენო და უბრუნდე ისევ და ამას ღიმილ ჭირე. კიდევ ერთხელ აი ძალიან თხელი სიფრიფანა ის არის რა აი იქით გადახვალ თუ აქეთ და აი ერთი შემთხვევა იყო ეგეც სხვათა შორის. ეხლა ძალიან უყვართ ხოლმე რომ რაღაცები ამომიქექავენ 2000 წელს იურმალაში მე და ზელენსკი ვარ სხვათა შორის ერთ-ერთად კი ვართ იქ და აი მოვაიკულე და მთელი ამბები იყო და რაღაცები დებენ ახლა უყვართ ხოლმე აი ესე ჭანტური არ არის რუსეთს ეხლა აგინეს და მაშინა აი იქ იურმალაში რუსულად ღეროდა პიონერიც ვიყავი სსრკ-ში დავიბადე რა ვქნათ და ვიყავით ეგრე თუმცა მაშინაც რა თქმა უნდა ის იყო და არც ის არ უნდა დაგავიდე 2000 პუტინი რომ მოვიდა პირველი რა თქვა ნატოში უნდა შევიდეთ და იმპერიალიზმი უნდა თავი დავახციოთო და რაზიალაბა დამოუკიდებლობაო და ვინაცვა ერთ ამბავში ადამიანის უფლებები და ადამიანის უფლებები უნდა დავიცვათ და თავად ჩვენი პრობლემა არის რომ იმპერიალიზმის აი ამ იმპერიალისტურ რჟიმებს უნდა დავახციოთ თავი ამას იძახდა სხვადასხვა ვიცი ხო ვიღაცებს ხო ნუ ახლა ჩვენს ახალგაზრდები ვიყავით ვა იქნები მაგრამ ნუ მაშინ მე პირველი რაც იყო ეს იყო მე ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო და ნუ იქ უკვე იქიდან უკვე გამოსაბუნებელი აღარ დაიტოვა მან თვითონაც და ნუ ახლა ჩაყვა თვითონ იმას რა შეიძლება ნუ აფერისტობდა ხო როცა უჭერს რუსეთს ესე არის ხო სახეს იცვლის და გაწოდებს და დაუდგები გვერდზე გამოყვება კრიზისებს გადააძაინებს და მე ისევ გამოდგება და ესე აკეთებს ყოველთვის ხო და აი იქ იყო ერთი ეგეთი რაღაცა რომ საბოლოო ფრაზა იყო ერთი სათქმელი რა რომელიც ფაზას ვერ მოვიფიქრეთ და რატო საფინალო სიმღერა რომ გაეშვათ სიმღერიდან რაღაც სიმღერამდე გვჭირდებოდა დრო და რატო იმიტომ რომ ერთი მუსიკალური ნომერი იყო ერთ რაღაც მინი დისკზე ჩაწერილი და მეორეზე და ერთად მაშინ არ იყო ეს საშუალება რომ ერთ ჩიპი და ეგეთი რაღაც არ არსებობდა და ამიტომ იმის გამოღებას ამის ჩადებას უნდა დრო და თქვით რომ რაღაც რამოდენიმე წამიანი დისკი თუ კასეტა იქნებოდა მაშინ არა დისკი რაღაც იქ აპარატურა არა რაღაც მაგრამ დრო უნდა რომ გამოიღო დააჭირო კლოკას შევხია დააყენო და გაუშვა რაღაც აი ეგეთი იდიოტობა გო გასაკეთებელი და ვერაფრით ვერ გადაგვაქეს აი არ არის მაგის საშუალება და ტექნიკურად და გოგიჩაშვილი იწყება რომ თქვენ რატო გონიათ რომ თქვენ და ნუ რაღაცაო თქვი გოუთხარით გოგიჩას რომ დაიწყეთ ხო რამის თქმა თქო და მე მოვიფიქრებთ კაცო უკვე სცენაზე რომ დავდგებით თამაში რომ იქნება მოვიფიქრე და ყოველ რეპეტიციაზე გოგიჩა ამბობდა რომ რა გონია თქვენ რატო ჩამოვედი ჩვენ აქ ქართველები იურმალაში იმიტომ რომ ვიცეკო და ვიმღეროთ იმიტომ რომ გაგართოთ რაღაცა არა და აი რაღაცა და მე რაღაცა არაფერი არ ხდებოდა და იწყებოდა მუსიკა და ნუ და მოვიდა ესე ქართველების ამბავია რა რაღაც მოვიდა ესე რომ სცენაზე უნდა გავიდეთ რა და ჯოუცე მე შაიდარი შულაძე რომ იქო რა შვებითო იმ ფრაზას რა შემოხდა და მე ვთქვი რომ მოდი მეთქი რა გუგიჩა მე თქვას მეთქი და მე ვიტყვი მეთქი ცოტა ესე ძერსკად ქართულად მეთქი რომ ისოეთუს მეთქი რა რატომაც აქ ჩამოსულ და რაღაცა და ვიტყვი რომ არა იმიტომ რომ ჩამოსვლა საქმეებზე ვარ რა ძმაო ჩვენ რა და რაღაცა და მე რუსულად კიდე სხვანაირად ჟღერს ხო რაღაცა და ძილა უნას ტუტ იყო ეგეთ ფრაზა ყველამ თქვა იმ ეტაპზე ვარ ყველამ თქვა რომ ეს სასაცილო არ იქნება
იგი სასაცილო იქნება, იმიტომ რომ ქართველიო იტყვის რომ აქ სიმღერისთვის კი არ ჩამოვედით ბიჭო აქ საქმეებზე რა. გამოსულები უთხე ეს წაიღებს ამ დარბაში. და დიდი კამათი ქონდა რა, რომ არა კი, არა, კი, არა და აი სხვა გზა მაინც არის და კაი ხო არ გაეცინებას, მაგრამ რაღაც ლოგიკური მაინც არისო და აი ეს რო თქვი იურმალის დარბაზში დაახლოებით 7-8 წუთი უბრალოდ ტაში იყო. აი უბრალოდ არ ვიცი, აი ვერ გაჩერდნენ რა იქ. და ნუ მე ვაიკული ამოვიდა და რაღაც ეს უნივერსიტეტი არ არის კონსერვატორია, გვეხუთა და მე მაგარი შეგრძნება იქნებოდა წარმომიდგენია ეგ. ალტერ პარტიზე მე ესე გაამართლა. ხო, ამრო გაამართლა. აი ამის თქმა მინდა რა, მაგრამ კიდევ ხვდი რა, პრაგმატული რაღაც იმითი შეიძლება არ იყო, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში მე როგორ იტყვი რანაირად ცოტა ესე რა, ქართულ ძესკოლი იმითი ვამბობ ამაზად, გოგიჩა ზანისი ამბობს რაღაცა, ესეთი ჩვენ ჩამოვედით აქ იმიტომ, რომ გიმღეროდა რაღაცა უცებ-ეს კონტრაპუნქტი, არ ვიცი, აი ძალიან უსწრაფი ლება ამისიო კი არ გეგონოთ ბიჭო ვიღაც ისინი მომღერლე საქმეზე ვაცმაო და რუსულ რეალობაში მაგიდან დაგლიჩა იქაულობა. და ძალიან ის იყო. მე ჩემ აი იმაზე ხო და აი შენი ის ნომერი გვახსოვს ის ხუმრობა გვახსოვს მე მაგალითად ვთვლი რომ აი ეს იყო ჩემი ყველაზე ესეთი პიკი. როცა რაღაც ეგეთია ბოლო წამზე ჩაგდებული მორთი რა. ეს გაამართლებს ეს მაგარად წაიღებს და მართლა მაგარად წაიღო. და მე ყველა ვიძახთ რომ ხომ რატო გაეცინა თუ ვერ ხვდები ვერ გავაანალიზეთ რომ ესეთი რეაქცია კი გაიღიმოს უნდა მაგრამ ესეთი რეაქცია რატო ქონდათ მაგრამ მე რო ხვდები რომ გვედიან რომ შეხედაო და უკვე ჩანაწერს ვნახულობ იმ ატმოსფეროში ეს იყო ძალიან ისეთი ხო და არის კიდევ ერთი რაღაცა რომ აი შეიძლება გადაიღო ტრაგედია სადაც იუმორის ერთი წყარი არ იყოს მაგრამ ძალიან კარგი ტრაგედია გადაიღო ან შექმნა დაწერო და ერთი წყარი არ იყოს სასაცილო. შეუძლებელია კარგი იუმორისტული მოთხრობა ან ფილმი გადაიღო რამე შექმნა მსგავსი და იქ რაღაცა ისევდა და ტრაგედიის რაღაცა ძალიან ისეთი ლამაზი ცემლის მოსაგრევი დოზა არ იყოს. ნუ კარგზე მაქვს ლაპარაკი. ჩარლი ჩაპლინი რა. ხო, ჩარლი ჩაპლინი. ან თუნდაც იგივე ადამიანი მთვარეს. ხო. რომელიც არის, ნუ ჩემის აზრით არის სრული პიკი. სრული პიკი არის, რა ვიცი, ხა. მე არ მგონია რომ თქვა ამაზე უფრო ძლიერად სადმე იყოს აი ეს რა რომ აი თას სისასაცილოე და თან ეს პირველად რომ ნახე ვერ მივხვდი რა ბევრ რაღაცას რა ვერ გავიგე რა იუმორი მე ალბათ ერთი ამის შეიძლება ერთი 5 ჯერ მქონდეს ნახე მეტი თუ არა რა მე და ის ენდი კაუფმანი ვისაც თამაშობს მე ისინი ძებნე და უყურე და ნუ აი ხო მაგარი იყო ძალიან ხო ამიტომ ჯიმ კერი მანდ რა ქნა სასწავლია ჯიმ კერი მანდ რა მოახერხა ჯიმ კერი გენიოსია ხა ჯიმ კერიზე ჩვენ კიდე სხვანაირად უყურებთ ამას ხა იმიტომ რომ ჩვენი იუმორი ცოტა უფრო ცხოვრებისეულ იმიდან ამოდის რა აი უფრო მებები აი ლიკო და ილარიონიო არის ჩვენი იუმორი ხო უფრო ხალხურ დონეზე ვიძახით თორე ძალიან ფართია და ძალიან ის არის ხო ჩვენ ძალიან იუმორი ძალიან ძლიერი გვაქვს ქართველებს სამწუხაროდ არის ის რომ რაღაც ისეთი იუმორს აქვს დათმობილებში შემთხვევაში ასპარეზით რომ აქაც არის იგივე პაფსა რა გამოვიდა და იმავდღა ერთი შეიძლება და ჰაჰაჰა და რაღაც აი მან არის ერთი კაი მომენტი ანუ ენდი კაუფმანის ცხოვრებაში რომ თუ გახსოვს NBC იყო არქი მე მგონი სადაც იყვნენ მის სადაც გადიოდა ამის შოუ და იმათ პროდიუსერებს თავაზობს რომ მოდი ესეთი ეფექტი დავადოთ რაღაც შოუ ქონდა რომ ადრე ძველი ტელევიზორი ფუჭდებოდა და ეს კადრი რომ ადიოდა ბევრჯერ რომ ეს ეფექტი დავადოთო და ხალხს ეგონებაო რომ გაფუჭდაო ტელევიზორი და ეს დარტყმას დაუწყებენო რა და ეს პროდიუსერი ზის და მე რა გვინდა ეგ არაფერი ხო საძილო იქნება ხო თავისთვის გააკეთა არავის არ გაეცინებოდა საერთოდ მაგაზე ეგ კიდე ცალკე თემა არის და ეს ხო არა თვითონ აი მე თავიდან მეც ესე უყურე რა ფილმს რაღაც აი ესე და
ბოლოში აი უცრემლიო მომადგა თვალზე და ახვი ფიქრე. ხო, თან ის მეორე პერსონაჟი რო ყავს, მომღერალი კაცი ხო. ეს კრინჯობები ხოსავსი არის. და რინგზე რო ეჭხუბება რაღაცა. თუმცა ეს კრინჯობები არ უნდა დაგმართო. ნუ აი ბევრჯერ გატრიალებს რა გიჩვლის იმას და რაღაც. ნუ მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ აი ქართული იუმორი რატო არის ძალიან ძალიან მაღალი ჩვენ გვაქვს ეს იუმორი ძალიან კაი. სამწუხარო არის თქო, რომ რაღაც ნაწილს ადამიანებს ეს გააქვთ ცოტა არც თუ ისე, აი მოდი ესე ვთქვათ რა, რომ აი როგორ შევადარო ახლა მაგალითად ხო აი ფანოღიც ქართული სიმღერაა ხო ქართული და წინწყაროს ქართული სიმღერაა ხო სამწუხაროდ არის რომ თქვა რაღაც სუფრაზე წინწყარო იმღერო არის სუფრები სადაც ვერ გააჩუმებს ხალხს ხო და ამ დროს არის თქვა სუფრები შეიძლება 500 კაცი იყოს და რაღაც ამოჯახში ტრადიბუდის იქეთ სიმღერა და ყველა ერთად ტაში დააკეთებს. იმიტომ ახლა იუმორის ეგრე არის რა. არის რაღაცა ისეთი როგორც იგივე ოპერა მაგალითად კლასიკური მუსიკა ხო რაღაცა არის. მაგრამ არ არის ეს თანა სწორი ის ხო? ახლა ვერ მეტყვის რომ ხო როცა იგივე იტალიაში არსებობს რა ვიცი ვერდი ხარ და პუჩინი ხარ და დონიცეტი ხარ და ვიღაცები სასაულები ხარ, ნუ ამ დროს რაღაც ეხა ვიღაც სიტყვაზე ვამბობ რაღაც ხა თანამედროვე დღევანდელი იტალიურ რაღაც სიმღერა, მაგრამ პოპულარობით ეს უფრო მეტია ვიდრე ის. მე ხა ძალიან ზედმეტად ვუტრირებ. ხო, გასაგებია. მაგრამ აი იუმორში მაგათ იგივე მე მახსოვს რომ იყვნენ გუნდები, როცა ჩვენ სტუდენტობის დროს, აი სუკან ბიც ჩააცფებდნენ რაღაც ქვედა ბოლოს გაუკრასკავდნენ რაღაც თვალს რაღაცასა და ჩაივლიდა და რაღაც ქალისმით რაღაცას იტყო და დაიწვებოდა მთელი დარბაზი რა. და ამ დროს შენ გაქ რაღაც აი გორი ხუმრობა ის იქ რაღაც არ ვიცი საოცრებებს აკეთებ და არაფერი რა. თუ გახსოვს ხუმრობა ეგეთი რომლის ყველაზე დიდი იმედი ქონდა და საერთოდ არ გაისროლა ასე ვთქვათ. უიმე აი ეს ზუსტად არ მახსოვს მაგრამ თუ გაქვს წარეთ ჩარჩენილი. ხო აი ნახე ხა მე გეტყვი ერთ მაგარ რაღაცას რა. თინო კონკრეტულად ხუმრობებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ ჩვენ დროს უნივერსიტეტში იყო მონოლოგი. ეგეთი ისა რა, ხო იყო რაღაც მისალმება მუსიკალურ რა და იყო ერთი მონოლოგი. და მონოლოგი არ ქონდა რა მზად. და სიკვდილ მიჯირის მონოლოგი. ეგეთი იყო. და ჰავქნა და ანუ ყველასთვის ეგ დავალება იყო? ხო. ყველა გუნდს უნდა ქონოდა. ვიღაც გამოვიდა რაღაც თქვა და ჩვენ არა გვაქვს მზად და რა ვქნა და მე ხე გავალ რა და იმპროვიზირებულად ხე გავიტან. და წაიღო რა. რაღაცა დავდექი იქა. რაღაცა ის განცდა რაღაც ვანახე და ხალხში დაიწყო სიცილი და ნუ ამ სიცილი დაბრუნდა მე რაღაც ფრაზა ვთქვი მე ის რაღაცა და აი არ თავდება რა ეგ ყველაფერი და ნუ ძალიან მაგრა წაიო და მეგონა რომ მორჩა მე ვარ რა მეფე ვარ იუმორის მამა ვარ და რაღაც ჭკუაზე არა ვარ მე იყო ლიფტში გაჭედილი მონოლოგის შემდეგ იმაზე უკვე ტურზე და არ მოემზადე რა საერთოდ არ აი გავალ რა და რო იწყებ და არაფერი. მე იწყებ ეძებ ვიღაც ერთ გაღიმებულს დარბაზში, რომ იმაზე გააკეთო ორიენტირი რა, იმიტომ ის მე ფიდბექია და გაძლევს იმას და გაიგა გძნობ რა, მანუ ინდიკატორი, იუმორის ინდიკატორს რთავ, გარეშე ინდიკატორს რთავ. ვერ ვიპოვე ეგეთი რა. ესე შუშტوارებს მიყურებდი და ამ შეიძლება რაღაც ხუმრები ცუდი არ ვთქვი იქ, მაგრამ აი ხო, იმ მომენტში არ წაიღო. არ წაიღო რა. და აი მოუკვდი კინა, ძალიან მეწყინა. მეორე არის ის, რომ ჩვენ გქონდა საოცარი რამე უნივერსიტეტის დარბაზი და სადაც მე უკვე ფილარმონიებში მეფშონში გამოვდიოდი და რაღაც უკვე ხალხში გავედით მე აბა ასხუთები და უამრავი რაღაც აღამოებს ვაწყობდით. იქ უნივერსიტეტის სცენის კავენი მინახავს, მაშინ სწავლობ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტში ჩვენ აი ამას გავდიოდი და ვაფასე თუ უნივერსიტეტში იცნობდნენ ესე იგი ის არის უკვე დონე
ის უკვე პირველი ტესტი ეგევა. ტესტი გავლილი ქონდა და მე არ მახსოვს თქვა იგივე ამ ფილარმონიაში სცენაზე ან რაღაც ისეთზე ეღალატოს იმ ხუმრობას. მაგ შევა ჩავარდა რაღაცის გამო ვიღაცამ ისე კარგად ვერ თქვა, მაგრამ ისე რომ რაღაც არა, ეგეთი არ ყოფილა ხოლმე. უნივერსიტეტი იყო, უნივერსიტეტის დარბაზი იყო, რავი, სერიოზული საგამოცდო ისა რა. იქ არ წავიდა მორჩა იმას გადაკეთებაზეც არ იყო, იმიტომ რომ რეულები იყო სავსე ხუმრობებით. და რა ვიცი, თან არის ერთი მომენტი, რომ აი ყოველთვის მიდის ხოლმე მე ამაზე სულ ვიძახი და სულ ვამბობ, რომ და რა ვიცი, კაცებსაც ვთქვამთ, ბიჭებს ჩვენ მეუც ყველა იძახის და მეც იგივე აზრის ვარ, რომ არ შეიძლება იუმორში რაღაცა თემატიკის შეზღუდვა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად შესაზღუდი არის ამ შემთხვევაში ამ თემატიკას შენ როგორ და რანაირად იმაში. აი, არის რა, ხუმრობა შეიძლება ყველაფერზე, ხო? აი, გასვენებაზე არის, ნახევარი ანეკდოტი ქართული არის, გასვენებაში მივიდა, მოუკვდები და ხო? და ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება, მაგრამ როგორ და რანაირად ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი, აქაც ძალიან ისეთი ფაქიზი რაღაცა არის. ქართულ რეალობაში განსაკუთრებით. და კიდე ერთი რაც არის, ეს არის აი იუმორში რაც არ მომწონს მე პირადად, ეს არის აი რაღაც ზედმეტი პროვინციალიზმის გატარება. აი ამ დროს ნახეთ, პროვინციალიზმში ასგულისო. ამ დროს შეიძლება აი ქუთაისში ჭიჭიკიაზე და ბიჭიკიაზე მოყვეს ანეკდოტი ქუთაისელმა აქცენტით და გრამი პროვინციალიზმის იქ არ იყოს. აი გრამი არ იყოს. ამ დროს შეიძლება რაღაცა ვაკეზე და ყავისმაზე ვიღაცა მოყვეს ანეკდოტი ისეთი პროვინციალური იყოს, რომ არ მოგინდეს იქით გახედვა. ანუ ამაზე არ არის რა. არც მეგრულზეა, არც იმაზეა, არც ამაზეა. ხო, ახლა ვიზეც არ გინდა, ხო ყველაზეა. მე არ ვიცი, ახლა ძირითადად კახელები, მეგრელები, იმერლები, ხო? რაჭველებზე ცოტა ვიცი, ერთი-ორი რაღაცა ისეთი გამიგია, თქვა და რაღაც ისეთი. აი ქართველებზე საერთოდ არ არის ანეკდოტი, ხო? ამ დროს რა ვიცი, ქართლში რო ჩახვალ ისეთი ხუმრობებს და ისეთ ხუმრობენ ხოლმე, ნუ რა ვიცი, მაგრამ ჩვენ რატომღაც ეთყოს უფრო ის უტრირებული ის მეგრული აქცენტი მოგწონს, აი ეს მე კახური გინება, აი ამიტომ ესე გადაანაწილა ბაზარმა. ისე თქვა, ესე გადაანაწილა. ნორე ამ დროს მე მახსოვს სვანებზე შემოვიდა ყველაზე ბოლოს ანეკდოტები, ესე კუთხები რო იყო, მახსოვს ის პერიოდი, რომ ანეკდოტებს რო ვისმენდი და ვკითხულობდი, არასდროს არ მხვდებოდა სვანზე. და მე უცებ წამოვიდა სვანებზე ანეკდოტები. ისე არის ანეკდოტების ავიცი 90 კი არა 100% ყველა ერში არის სხვადასხვა გადაკეთებული. ანუ ერთი და იგივე ანეკდოტს მოისმენ ჭიჭიკიაზე და ბიჭიკიაზე, იგივე სომხეთში მოგიყვებიან სამველაზე და გარიკაზე, სიტყვაზე ვიძახი და ამერიკაში მოგიყვებიან ჯონზე და ტომზე. ხო ეს ძალიან ისეთი რაღაც ამერიკულ ფილმში შეხვდა ხუმრობა, რაღაც უყვებოდა რომ ეს ძველი ანეკდოტიო და მოუყვა და ანუ ისეთ დარწმუნებული იყო რომ ქართული ანეკდოტი იყო, ეგ როცა მოსმენილი ქონდა რომ აი მეგონა ნახდათ ქართული. ხო, ანუ ესე ნუ იქაც რაღაც ფორმულებია და იმაში მე სვამ, ხო, ამას ყველაფერს და გადააკეთე. ერთი ანეკდოტი როა იყო, შეიძლება ერთი 5 ანეკდოტად გადააკეთო სხვადასხვა, შეცვალო პერსონაჟები, შეცვალო გარემო, შეცვალო, რა ვიცი, თვითფინავი, შეცვალო გემით, სიტყვაზე ავიზარობა, რა ვიცი, ამ გელი შეცვალო მელით, რა ვიცი. აი, ბევრი რაღაცა გადაკეთებები შეიძლება და ამითი თუ ახლა არ არის ადამიანი ამ სფეროში, იმისთვის 5 სხვადასხვა ანეკდოტი შეიძლება იყოს. ამ დროს არის ერთი და იგივე. ანეკდოტი ცოტა უფრო კიდე სხვა რამე არის რა. სხვა რამე არის რა. ხო, ანეკდოტი ცოტა უფრო კიდე სხვა რამე. თუმცა აქაც არის აი ჩემი უსაყვარლესი ანეკდოტი არის, რომელიც გიგანასარიძის მოფიქრებული ანეკდოტია. მე ვაფრენ ამ ანეკდოტს, ისე მიყვარს. და თუ მეკითხებიან შენი საყვარელია ეს ანეკდოტი, რომელსაც უყვები ამ ანეკდოტს. ეს ანეკდოტი არის გლდანში აი 90 წლებშია თან გლდანში ბოთლის შამბარებელ პუნქტში მიდის ტიპი რა და გამარჯობათ და ეს რა ბოთლებს გამარჯობათო უკაცრავად შოტლანდიური ვისკის ბოთლებს იბარებთო სახე არა სერა რუიბარ აი
ძალიან მიყვარს. სიუჟეტია ძალიან მაგარი რა, რომ არ ვიცი, მაგარია რა. ეს რო წარმომისა, არ მინდა აღწერა ამ ადამიანს როგორია, ან ის როგორია არ ჭირდება რა. ეს სიტყვები უკვე ვიღაც ინტელიგენტი რა ტიპი რაღაცა იმას გავშვა და ყველაფერი ამ სიტყვებით უკვე ძალაგებულია პატარა მინი კინოა, რომელიც არის ულამაზესი და ესეთი რაღაცა მინდა კითხო. ახსენე რომ ტრაგედია უფრო ადვილი არის, იმიტომ რომ იქ კონკრეტულ ადამიანის ტკივილზე რაღაცა განცდებზე რაღაც არის. იუმორი მაგხრივ ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ერთი კონკრეტული ის არა აქვს, ასე ვთქვათ, საზომი. და რა არის ასაცილო? შეგიძლია თქვა, რომ რაღაცაზე, როგორ უნდა მივხვდე, რომ რაღაც ასაცილო არის, ეს უბრალოდ მარტო გრძნობით არის, იმიტომ რომ ამაზე დაკვირვება ალბათ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა არის, შემილია არ ვიცი, მთელი დღე უსმინო სტენდაფებს და უყურო ეს ხუმრობაზე როგორ რეაგირებს ხალხი და რა არის ასაცილო და ფიქრი იმაზე რომ ეს ხუმრობა რატო იყო ასაცილო და ასე შემდეგ. თეორიები რა არის, რატო ვიცინით, ამაზე თეორიები არის უამრავი, ეს არის ეს რაღაცა ასე რაღაც პრობლემის გადაწყვეტის რაღაც. მე მაინც ვთვლი რომ ხო, ნუ სასაცილო არის, როდესაც რაღაცა აბსოლუტურად არა ორდინალურ სიტუაციაში განსხვავებულ პრობლემას განსხვავებულად თუ გინდა იუმორი შექმნა, უნდა შექმნა პრობლემა. და მე ეს პრობლემა რაღაც ლოგიკურად ხშირ შემთხვევაში, მაგრამ არაორდინალურად და სულელურადაც შეიძლება გადაჭრა, ხო? ესეთი ფორმულები ბევრნაირი არის. ამაზე ის არის. ხო, ფორმულები არის, მაგრამ იმ ფორმულის მიხედვით რომ გააკეთებ ანიშნავს, რომ საცილო იქნება. მაინც რაღაცა ჭირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკვე შესრულებას, როგორ მიიგაქ ეს შენ მაყურებელთან. კიდევ ერთხელ ფორმულებს დაწერ, უამრავს ააგებ. ისეც აი წეღანას ვთქვი ხო ერთი ანეკდოტიდან გავაკეთებ 5 სხვადასხვა ანეკდოტს რა იქნება იგივე რაოდენობის რაღაც პერსონაჟები რა შევცვლი თქვა წყლის ბინადრები შევცვლი რა ვიცი წყლის ბინადრებით და ასე შემდეგ ხო მაგრამ მე ამის გადმოცემა და ის აი რატო არის ანეკდოტების წიგნი იდიოტობა ხო იმიტომ რომ წაიკითხა უნდა და ნუ აი ხო, ვიღაცას მოწონს, იმიტომ წაიგიცნო, მე მოყვება ისწავლის. მაგრამ იმ მომენტში როგორ აი ვერ ხვდები ამას რა. ნუ ჩემთვის გაუგებარი არის ყოველ შემთხვევაში. კი, ლოგიკურად კონტექსტი აკეთდება. ხო, ლოგიკურად ხო სასაცილოა რაც წერია, მაგრამ ნუ ამას არა აქვს ის თელი შეფუთვები და ამბები. ახლა აი მაგალითის ვიძახი რა ყველაფერი შეიძლება აი მარტივ მე და დათო ლაბაძის ოცნება იყო ეგეთი რომ თუ გახსოვთ ჩემ მეგობარი იყო თუ ირმა სოხაძის სიმღერა იყო შეჩერდით ბავშვებს არ ესროლო ჯერ ქალებს ესროლეთ და მე გახსოვთ ეგ სიმღერა ხო რაღაც და მე და დათო სულ кайფობდით რომ შენ წარმოიდგინე ამას რომ ღერის კაცების გუნდი აი რა იცულება ხო ერთი შეხედა ფავდა ვიღება კაცები და განაჩო და შეჩერდით ბავშვებს არის რომ ჯერ ქალებს ხო იდიოტობა არის ხო ან ბავშვის როლან ქალს ან რატო უნდა ისრომა კაცები რომ ამოძღერი ეს ხო სასაცილოა რა ეხა მითხარი რატო სასაცილოა იმიტომ რომ აი ეს არის რა ლოგიკურ რაღაცა იმაში ჟდება აბსოლუტურად არასწორი და არა ისეთი გადაწყვეტილება არის ესეთი ნონსენსია ხო აბსოლუტური ეს კიდე ცალკე ფორმულა არის ცალკე ის არის ხო თან როგორი კაცები იმღერებენ და ხო ეხლა წარმოვიდგინეთ ვაშკაცური სახეების მომდიდრე შემომღეროდნენ და ნუ და მე დადოს გვინდოდა მართლა და დაცვიდა ეს ოდესმე თუ იქნება საშუალება მინდა ეხლა უთხრა რომ მაგ ეს საშუალება გვაქვს ერთი კაი ერთი 30 კაციანი გუნდი შევკრიბო და ფარდო რომ გადაიწევა და დასხებენ ამასა და შეიძლება იმასაც ვხოვოთ იქ და პირველი კუპლეტი იმას ვამღეროთ და მე რაღაცა ირმა ჩემ მეგო ჩვენ დიდი ხანი ერთად მუშაობდით და ასე შემდეგ უინტერესი ადამიანი და უგანათლებულესი ადამიანი არის აი უგანათლებულესი ადამიანი არსებობს სფერო რა ფიზიკიდან დაწყებული ყველაფერში ერკვევა სხვადასხვა საოცარი ის არის ადამიანი ამ კუთხით განსაკუთრებით ხო და აი ნახე კიდე რისით რა ხან ეგრე მივყევით ხო მე აი ისე შეიძლება გავიდეს ერთი კვირა რომ არ ვიხუმრო
აი თქვათ აი ხო გონია ვიღაცა აი მაგარი ღადო ტიპი იქნება აი ვიღაცებს ეგეთი შთაბეჭდილებები აქვს და არ არის ის რომ იუმორისტობა გააქვს ის რომ რაღაცა მაგრამ შენ თან რო დაგინახავენ ალბათ ახლა მოლოდინი აქვს ეგრევე შენ არ ქმნი მაგრამ თუ შეუძლია შეიქმნა სიტუაცია და იქ კი რა თქმა უნდა მას ვიხუმრებ და რაღაც მაგრამ შენ ხა მოდი თავდექი ყავა დაულიეძა ხა რამე ხო ვიღადაო ხა ამას არ ფიქრობ რა რამე თორსო თუ არა ბავშვებზე ხო ვიკაიფო არა ეგ არ წაიღებს აი ეგრე არ არის ხო ეს ცხოვრების შეულისაა და ეს პროფესიო ხდება ამიტომ ვამბობ რომ აი ურთულესი რამე არის რა და კიდე ერთხელ ვამბობ მე ფიქრობ რომ აი ტრაგედიაზე მას რატო ვადარებ მუდმივად და რატო ხშირად ვიძახი ხოლმე ამას რა რა ვიცი აი როგორც იგივე სიხარულის გაზრიალებას მეტი ნიჭი უნდა და მეტი სიყვარული უნდა რო გაიგებ რომ ვიღაცა რა ვიცი მაგარი მანქანა იყიდა მოიგო ლატარიაში რა ვიცი ბინა და ესო გაგიხარდეს ამას ცოტა მეტი ადამიანობა მეტი სიყვარული ჭირდება მაგრამ თუ გაიგებ რომ ვიღაც რაღაც უდი დაიმართა ამის შეწუხებას ავტომატურია თითქოს ხო ავტომატურიცაა თან შენ თავზე წარმოიდგენ რაღაც ისეთი არის აი გერო ვაიმე მე რო დამემართოს მე გინახავს გაგისი გინა შეხები ხარ უფრო მეჯერ ამას ყველაფერს და უფრო ის არის გიხარუდეს ხვიში სიხარული ხო ნუ ამას ძალიან დიდი ადამიანობა ჭირდება აი იუმორისტს რაღაც მსგავსი ის არის რა რომ ანუ აი ერთი არის ვთქვათ რაღაც იქ ყოფნა არ ყოფნა საკითხავი ეს არის მაგრამ ამ ყოფნა არ ყოფნა შეიძლება ისეთი ატრიალო იმდეს გვიტარებია ჩვენ და გვიტრიალებია იგი უნივერსიტეტში თუნდაც ეგ ფრაზა რომ სასაცილო უფრო მეტი ყოფილა შემთხვევაში ხოლმე მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ აი წეღარას თუ ეს ფორმულა ესე მუშაობს შეიძლება დაწერო უდიდესი ტრაგედია და ებაში 1 გრამი იუმორი არ იყოს მაგრამ შეუძლებელია მართლა ძალიან მაგარი კომედია დაწერო და იქ ტრაგიზმი არ იყოს სრული ეგეთ კომედიას მაგარი ვერ იქნება რა ანუ იქ მაინც ეს დასდევს და ეს არის ანუ ვიღაცებს როგორ არ არის ეს სერიოზული ჟანრი ეგრე არ არის და იუმორისტები მე მგონი უფრო მალე ემართება გულის დაავადებები ვიდრე იმებს და მე თუნდაც სცენაზე რო გადიხარ რა აი რამე კაი თუ მოხდა და ტრაგედიას თამაშობ არ არის პრობლემა რა იქ რაღაცა ხო რა ვიცი შეიძლება მადლობა დიდი მადლობა და იწვევს და გახვარ იქ და მე ერთხელ შემ რაღაცას იტყვი მაგრამ რაღაც ცუდი რომ მოგივიდა და უწევ რომ უნდა გახვიდეს სცენაზე და იქ უნდა აცინო ხალხი ძალიან რთულია ამდი კომედიანტობა რთულია რა კი კომედიანტი ხო უფრო ისეთია ხო რაღაც მისტიური ტიპია რაღაც სხვანაირია კომედიანტი ხო რაღაც ეს არის ნიღბიანი და თელი ამბავი. თუ გახსოვს აი იუმორით პირველი მოწამოლა თუ მოხიბლა თუ რაღაცა რა იყო რაც აი თავიდან ყველაზე მეტად გაცინებდა ფილმები იყო ქართული თუ რა იყო ესეთი აი რა შეგაყვარა იუმორი თუ კიდე ესე დავარგო აი მე სკოლა ისე დავამთავრე რომ მე არანაირ თქვა შეხება ესე პირდაპირ ამასთან არ მქონი მიუხედავთ იმისა რა ხო ცოტა ისეთი ენა მქონდა ცოტა ისეთი ისეთი ენა მქონდა რა ერთი ორი ერთხელ მითხრა მაგალითად მამაჩემო რომ ესე რო იხუმრე შეიძლება ვინმემო ქცემოს რომ მითხრა აი ესეთი რაღაცები მე სულ თხაო და ცოტა დაუკვირდი ხოლმე შენო ზედმეტები მოგდიშო და ну ეხა ჩემს სამეგობროში ეხა არ მქონდა პრობლემა მე დავფიქრდი მე ხო ეხა ეგრე როგორც რაღაც ცოტა მაწაკიენა რო გაქვს ან მე რო სხვაგან თქვა და სულ ვაკონტროლებდი ამას რომ ამე არ წამოვსეს ამ ისეთი რომ ამე პრობლემა შეიქმნეს ხო ეხა ანც მით უმეტეს ეხა ბიჭებში ცოტა სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი ხო და თენგი ჩატლაძე იყო ერთ-ერთი ალბათ პირველი ვისიც აი ამ სკეჩებს რო უყურებდი და ძალიან მომწონდა ძალიან მომწონდა. იმიტომ რომ ეს მინიატურების თეატრი იყო, ძალიან ახლოს იყო რაღაცა მერე უკვე რაც მოხდა იმასთან. უნიჭერესი კაცი იყო და ულამაზესი აი შემსრულებელი იყო. შეიძლება თვითონ მისი ერთ-ერთი ხუმრობა რომელიმე ვთქვათ აიღო
ანახაშვილის დაწერილიც ყოფილიყო მე ახლა არ ვიცი მისიც რა თქმა უნდა აგეღო და თქვა ვინმე სხვას რო ეს გაეკეთებინა აი იგივე სკეჩი რო არის მეგრე დაგიჭერდა აკაპატიმრებს რო არის ახლა ვინც არ უნდა მიბაძოს ვინც არ უნდა მოხსნას აი როგორც ახლა აი რამაშიკოვას მე როგორც რიჩარდს ვერავინ ვერ ითამაშებს ისე ხო ეგრეა ხო მიუხედავად იმისა რომ ეროსიმაც კი ითამაშა ანჯელაძემ და წინვალე იყო ეროსი წინვალე მაგრამ ამაზის მე ვერ იყო აი ესე ახლა თენგის რო ქონდა რაღაცეები რომელიც ისეთი რომ მიბაძოდა მისი სკეჩები რატო ვერავინ ვერ გააკეთა ვერავინ ვერ გააკეთა რთულია იმის დიდი თამაშა ქონდა აი და იუმორი ადამიანობაა რა ძალიან ლამაზი არის რა უხდება ადამიანს იუმორი ხალხო საოცრებაა და კიდე ერთხელ ვამბობ რომ აი ჩემთვის არის საშიში ადამიანები რომლებიც იძახიან რომ აუ იმაზე ხუმრობა შეიძლება ხუმრობა შეიძლება ყველაფერს ხო აი როგორ ამას უნდა რამდენიმე დღის წინ იყო ეგეთი შემთხვევა ხო ოქტოპუსის ამბავი ხო ეგ არ იყო კაი შემთხვევა ხო ამ დროს ახლა იგივე თემაზე შეიძლება რაღაც უამრავი რაღაცა თქმა ან ანეკდოტი რაღაცა იყოს რომელიც საერთოდ არ გააღიზიანებს არავის იმ კონკრეტული რა თქმა უნდა გააღიზიანებს ხო მაგრამ ნუ მაგას ვერაცდები თუ იმორს აკეთებ დანის პირზე უნდა იარო და ხანდახან ხო მაგრამ ნუ ყოველთვის კორექტული არ გამომდივარ დანის პირზე უნდა იარო და არ უნდა გადმოარდიანიქით არახეთ აი ეგ არის ამიტომ არის რომ ხო როცა რაღაც ლეველზე ხარ ამ დანის პირებზე იულად დარები ხარ და როცა ცოტა ისე არის თემატიკა შეჩვენო კიდე ერთი რა არის რაღაცები რომელზეც მე მაგალითად ყოფილა რომ გიქონს უარი მოდი რა არ ვინდა ამას იმიტომ რომ არ ვიცით რამდენად ეს ხო სენსიტიური უფროა ვიდრე სასაცილო და სასაცილო ხო ეს ზღვარი არის ყოველთვის თორე კიდე ერთხელ ხა იგივე ძალიან მიყვარს ანეკდოტი არის ღმერთზე მაგალითად ხო ხა და ვერამ ვერ მეტყვის რომ ხა ღმერთზე რო რაღაცა ანეკდოტს მოყვები ღმერთი იტყვის ეს ვინ არის აქ რო ანეკდოტებს ყვება ჩემზე აი ეხლა ამასო და ხა რატომღაც რო ისა რა ქვია სიტყვაზე იესოს რო გაბრაზებულიყო ვინმეთვის ამას გაეღიმა და საცილო ეთქო აბსურდი აბსოლუტური ხო მაგრამ არიან ხალხი ვინც მაგრამ მე ის რო იყო რა ქვია მართლმადიდებელ შობეთა კავშირის წარმომადგენელი თუ ვიღაცები იყვნენ ერთხელ შევხვდი რაღაც ისეთი იყო რაღაც შეკრება და რაღაცა ვიხუმრე და ეს აკეთებდა ადამიანი ვერ მივხვდი რა საკეთებია ჩვენთვის ხო სიცილიო არ შეიძლება იყო სატანისაა მითხრა გული გამიშკრა ხე ვაი იმედით რამე ჩუძე კია და რაღაც ისიც ვიხუმრეთ აი ესეც აი ჩვეულებრივი აბსოლუტურად ხო და ერთი ანეკდოტი მახსენდება იმაზე რა აინშტაინი რომ მოკვდება არ ვიცი თუ არა ეგ ანეკდოტი აინშტაინი მოკვდება რა და ნუ ახლა აინშტაინია რაღაც ისე პატივის ამბავია და რაღაც იქით რაღაც კარებების არჩევა როგორ ხდება და ამან თქვა რომ თელიო ცხოვრება ფორმულებშიო გავატარეო ღმერთო რა სანამო ჯოჯო ხელშიან იმაში გამიშვებო ხა შენო ხა აი სამყაროდ რა აი შეუძლებელია ესე უბრალოდ რამეო ფორმულა ხა ჭეშმარიტებისო და ამის იქნება იგი როგორ არ არის ბაბა ახლა ფორმულის გარეშე როგორ რაღაცა ვაი შემახედიო და მე თუ ეგრევე ჯოჯო ხელში გავიჩი პრობლემა არ არის და კიო კაცო მოდიო რა პრობლემა და აგერა და დიდ კედელზე უზამაზა მთელი სამყაროს იმის შემეცნების ფორმულა წერია და მოყვება და ასე ვერ წავიდა ქრიაცებს ანაწილებს და ეს მე ჩაუჯი და ღმერთო მოდი აქ რა აკო კაცო ეს არისო ეპსილონ პლუსიცო აკო ისე აკო პლუსიო ეწეროსო მინუსი უნდა ყოფილიყო და აკო ტოლობა ეს არისო და აკო შეცდომა არისო ხო ეგ ვიცი კაცო აი ვიცი კაცო გარაუშო მაგარია ხოდა მომწონს ხოდა ისეთია რა ხოდა და ხა ის რა ქვია და ხო თო აინშტაინზე და ანეკდოტი მოყვია ჯანდური მაგას ნახარ ამო არა რა იუმორს ესაზღვარი იუმორი იმიტომაცაა ნახე წერან საუბრობდი ზღვარზე გავლა გამლაზე აი ეს სიხალისე თუ არა აქ იუმორს ყველა ვარიანტში ვერ გაივ, ესეთ ვარიანტში ხაზე ვერ გაიველი.
ეს სიხალაზე რო აქ არცელავის არ აღიზიანებს. თუ ეს აი ამ რაღაც სიხალისით და ამ სილამაზით იმაშობა რა. გადის ეს ამ ყველაფერს რა. კიდევ ერთხელ ვიძახი, კი, რა თქმა უნდა, აი რთულია იმაზე გავლა, მაგრამ რთულია გავლა ამაზე იმისთვის, ვინც აი ბოლომდე კიდე არ არის ამას შესული. თუ შენ ბოლომდე ამას შესული ხარ, ენაზე მომდგარი ხუმრობა უცებ ისე გაგიყინება და გაგიქრება, რომ შანსი არის იმაზე არ შეგეტყობა რომ თქმას აპირებთ. იმიტომ რომ არის რაღაცაები, რომელსაც აქვს წითელი ხაზები. ხომ კიდევ თემატიკით არა. თვითონ შინაარსობრივად ვიძახთ, რომ თემა ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა. არ არსებობს ეგეთი თემა, რა ვიცი. ომზე ანეკდოტები იმდენია და რა ვიცი. ჰოლოკოსტზე და რა ვიცი. ხო, უამრავი რაღაცაზე, ხო? თქვა იგივე იმაზეც კი არიან ანეკდოტი. ხო, ნუ არ მინდა ხეთ მე კიდევ რაღაც რაღაც გუდი არ მოავალ, მაგრამ ნუ ყველაფერზეა რა. ნუ და იუმორში ქართული იუმორში ნუ ხე ქართული ფილმები და კინემატოგრაფია ნუ სასწაული არის, იუმორის პიკი არის და წვერვალი არის. მაგრამ შენმა თაობამ იყო ეს განსაკუთრებით რადიო 105-ის პერიოდი. მაშინ იყო ორი ეს ნათელი წერტილი, იყო ეს პასეანსი ტელევიზორში თუდენი მოვიდოდა და რადიოში იყო 105. ეს იყო რაღაცა აი რა ვიცი, ხო მართლა სიბნელეში რაღაცა ერთადერთი რაღაცა რაც ანათებდა მე რო ვიცოდი რომ ნებისმიერ დროს შემელო, ხა იმიტომ რომ ბატარეაზე მუშაობდა რადიო და შემელო ჩამერთო და მომესმინა 105-ისთვის. მიუხედავად იმისა, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. მე მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, მაგ ენაზე ლაპარაკობდა ყველა და ეს ძალიან დიდი კულტურული მოვლენა იყო. ძალიან მაგარი გუნდი იყო. მოდი ვთქვათ იმენ რომ მიუხედავთ იმ პასიანსი და ჩვენი იუმორი რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ვაღიარებთ რომ პასიანსი ძალიან დიდი უძლიერესი მოვლენა იყო, მაგარი ბიჭები და მაგარ რაღაცებს აკეთებდნენ, ხო? სანს ხალხური და ნაროდნი ეგ ისინი ქონდათ, ხო? სატირა იყო კარგი, ხო, თავისი ინტელექტი გააჩნდა, ძალიან ესეთი უბრალოდ ფორმატი იყო, ცოტა უფრო სახალხო. ჩვენი თითქოს, მაგრამ ნუ ავიცი, 105 უფრო ბანკური იუმორი იყო. ხო, ცოტა ისეთი იყო, მაგრამ ამოუქაჩეთ და ეს ამოიქაჩა და ნუ ახ გუნდი იყო რა, უძლიერესი რა, ხა დავიტყოთ ხა მიუხედავთ იმისა, რომ შეხა დღესაც ვერ გვაქვს თქვაც ის ამარე, იგივე რა ვიცი, შალვა იყო რამიშვილი, მე ვიყავი, გოგიჩა იყო, კაკაბა იყო, მიშა იყო მშვილდაძე, დრუპი იყო, შონზო იყო, გოგიჩა იყო, რიო იყო. საოცარი გუნდი იყო და ახალგაზრდებით, ჰა? საკმაოდ ახალგაზრდები. კი და აი რაც არ უნდა გოგოები მე დიჯეები საოცრებები ხო? ხო და ანუ ხო რაღაცა კლასიკური ხუმრობებიც იყო, რაღაცა რეკლამები იყო კიდე ძალიან ესეთი კრეატიული და რაღაცა და მაგრამ ხანდახან იყო ხოლმე ძალიან აბსურდული რაღაცაები. რაც თუნდაც რადიო 105-ის გამოცხადება. ხო. აი იყო სუპერ აბსურდული რაღაცაები, მაგრამ მაინც აი უხდებოდა, იმიტომ ერთი რაღაცა პროტესტი კი არა და რაღაცა ენერგია იდო ამ ხუმრობებში რა, ეს ბანკური კი არა, რაღაცა თითქოს არსებულთან არსებული ამოყირავების და გადაყირავების ენერგია იდო ამ 105-ში რა. იუმორში ეს აბსურდულობა ძალიან ჩვეულებრივი რამე არის. იუმორს აქვს აბსურდულობის ძალიან დიდი დოზა. ხო, მაგრამ მაგაშიც კი იგრძნობოდა, რომ ჩვენ მე ესე არ გქონდი ბავშვობაში, რომ usmedi რომ თითქოს ყველა წეს და ზღვარს ანგრევდით რა, რაღაც ეგეთი იყო. როცა შექსპირი ამ იმაზე მე უკვე იღებ, სწორად იღებ. მე უკვე იღებ ისე როგორც მე ეგ ვთქვი. პირდაპირ ეხა 105-ის გარეშე რო ის აბსურდული რაღაცები მოგესმინა, ნუ არაფერი არ იქნებოდა, ხო? მაგრამ 105-ისგან იღებდი უკვე მაგას. იმისგან უკვე იღებდი, იმიტომ იქ უკვე იცოდი რა მოდიოდა იქიდან და ვისგან მოდიოდა, როგორ მოდიოდა. უკვე ეს იცოდი და ამიტომ იყო ეგ. რაც შეეხება რეკლამებს, მაგალითად, აი მე როგორ მახსოვს ხომ მე და გოგა ხაჩიძე წერდით ხოლმე სარეკლამო სიმღერებს. ძირითადად ხოლმე, ნუ ჩვენ. მოვიდა და ვიღაც ფირმა, რაღაცა რეკლამა გვინდა, რაღაც ტექსტი მოვახლაფორთებდით, მე ჩაწერდა გოგა მიონიკაზე, ორ ხმაში ჩავწერდით. მე დავადებდით ვიმე ბანებს იმას ამას და რა ვიცი, საათ ნახევარში იყო მზად.
და მისიყო რა მაგრამ მიდიოდა რა და მან ეს ცალკე კიდე შემოსავლის ფონდი იყო და იმაში კარგად ვიღებდით რა კაი ფურჭრიდით მაგამ ბავში ну მაშინდელი გაგებით და თუნდაც აი რეკლამაც ხო მაშინ ახალი ხილი იყო და რეკლამაც რო ესეთი სუპერ კრეატიული და აბსურდულები და რაღაცები იყო ანუ ესეც ის იყო გახსოვს ისა ძიაკაცი რო იყო ზეკდელა მაჩამო ხო არა მე და ზივართ სტუდიაში სიმინდი გამოდელი კაცი ამოვიდა რა დააკაკუნა სიმინდი გვინდოდა ვიყიდეთ სიმინდი და რაღაცა იმაცებს იმაშობოდა ეს კაცი აი ძალიან სასაცილო კაცი იყო აი ეგეთი იყო რა და აქ რა შვებითო მიკროფონი დაინახა მღერით რომ მეოდა რაღაცაო და ამან თუ გინდა იმღერეო და ჩართო მიკროფონი რეკლამას რომ მღერო და რეკლამა რო იძახდა და მე ჩავწერინეთ ხო მაგრამ მანამდე იყო ისა რა აი ეგ იმღერა რა სიგდელა მაჭამოია რა დედეკო და წაიმღერა აბა კარგად იყავ შუცა გოგო მიზახის მე ჩავწერეო ხერა ჩაწერე ეგო ჩავწერეო ეხლა უნდა გავმიქსო და და ჩაწერე და გადმოვრო და იმ რაღაც ერთი სულელური კუპლეტი და მთელი აი ვეშიაწყო რა თან მაშინ ძალიან აქტუალური იყო არ იყო ესე რა კომპიუტერში შეგვერო ამის რაღაცების კეთება ჩაჟდა და მაიცავ ეხლაო და აი ეს მის სამღერიო დაადო და სასწაული გამოვიდა და მე ხო რეკლამა შეემო ეგ მე ჩავაწერინეთ მე შალვა მოისმინა და უი მაიცო მე ჩავაწერინეთ და მე რომ გაიარა კიდე სიმინდეს ხიდა მე მგონი მაშინ ამოიყვანეს ჩააწერინეს ეგ აღარ მახსოვს და იგივე ავჭი ყოზოს ისტორია ყოზო ისი ხმა იყო ხო იქაური ის იყო IT-ში ნიკი იყო თუ არ ვცდები რა ის ამას წერდა ნუ ყოზოს ისტორიები ძალიან მიყვარდა ჩემი უცროსი შვილი რომელიც 16 წლისაა აი და ნაყინი უყიდა ეს აი ნუ მაგის ვისა რა ხო აი თქვა რაღაცაზე ნუ აი აუიქ წავა სადღაც რა რო იტყვი და ახლა მესად ვერ წახვა კაცო უკვე გვიანია კაი რა წავა და ჰო კაი წადი და დაიწყებს ღიმის ხომე და სადღაც წახვიდე მე შენი და ბოლოს გავუშვა მაინც რა აქეთ გვე кайფება ეხა მაგალითად უცროსი მაგითი და ნუ ეხა სად არის ხელმისაწვდომი YouTube-ზე იქნება ალბათ ყველაფერი ხო? კი არის რაღაცები არის მახსოვს რაღაც საიტი იყო სახელი არ მახსოვს მაგრამ ყველა სკეჩი იყო ეს სახელება და აუდიოში გადაგეჭერა ხო ვიღაც სკეჩზოთ ქონდა მე უფლებები ავიცი რადიო ასხუთი ანექს რაღაცა ეგეთი იყო ხო თავარი მაინც ის იყო რომ გუნდი იყო მეორე იყო ის რომ ახლა ცხოვრობდი ჩვენ იქ მე მაგალითად ძალიან ხშირად აი სულ მაგას ვამბობ რომ აი მაგალითად შვილდაძე ცხოვრობდა შორს ვარკეთილში და ვერ მიდიოდა რითი მოწესულიყო არ იყო მაგრამ არ ტაქსი ვარდეო ტრანსპორტი არ იყო მოიგეთი ზაპოროჟიეში იყო მოეწვი მსახურებოდა და ის ვარკეთილში რომ ჩასული უგან ვეღარ ზაბრუნდებოდა იქ ადგილ ახლო მიყავდა მოყავდა ხალხი ხო და ეგ იყო და ეგ სად იყო ოფისი დედუბეში იყო ოფისი და როგორ იყო იცი ხო და რჩებოდა ხო მიშაშია დარჩენა ხო მე მაგრამ დაურეკავს ხამი საათ 4 საათზე ბიჭო აუ რაღაც მაგარი მოვიფიქრე რა მოიფიქრე ეს მოხვალ კაი მოვალ და თქვა ჩავიდოდით მე ვიღაც კიდე და ჩავწერდით დავმიქსავდით და მე დაუვიღოთ რაღაცა რომ იქ დრუპის ეტოდი რომ მუსიკა დაადე და მე თქვა DJ-ს დახვდებოდა იქ რა რომ ახალ ფორდლში ახალი არტია და ჩარტი და ეს ჩართავდა და მე ხარნა ყოფილა ჩამეთავდი რაღაც ახალი მომისმენია და ვაი გავარდილო გიჟივი და ოდის კიდე აუ ბიჭო გუში მე იქიდან რომ რაღაც ვიყავით გაგვახსენდა მოვიფიქრე მოუბრუნდით ჩავწერეთ ეგრე იყო რა ესე ცხოვრობდით ფაქტობრივად ღამის ეთერებიც მაყურებლებს რო ეკაიფებოდნენ ხოლმე DJ დათო და ხო ნუ ესე მე მან სხვადასხვა მე და ირაკლის ქონდა ლაივი სერიალი რადიო სერიალი სადაც ირაკლი იყო მთხრობელი კაკაბა და მე ვიყავი 6 პერსონაჟი on live-ში დიალოგებს ვაკეთებდით ჩვენი ეზო ერქვა მაშინ მაგ პროექტს რა და დიალოგი იყო ხოლმე და რას კადრულობს ვიღაცა კადრულობ ფალაიზ და აი
შინი. სადადაგუბაზი ცხმაკიდან 105-დან ხო, ნუ არა, სადადაგუბაზი სადამ დაბდუბალაში პერსონაჟები იყვნენ. მაგრამ 105-იც ხო იყვნენ. ხო, არა, რა თქმა უნდა ეს ანეკდოტები მახსოვს. ერთი იმაში იყო, იმიტომ დაბდუბალას ძირი უნდა ყოფილიყო არტები. ნუ მე მოხდა ისე რომ აეროსიმ თქვა რომ არა რა არტები, მოდი სიმსონების პონჩი სერიალი გააკეთეთ და მე ესე ამას აეწყო და წავიდა. რა თქმა უნდა ძირითადი პერსონაჟები ესენი იყვნენ. ხო, აი მე ჩემი აზრით მინიმუმ ჩემი თაობის, ვინც ადიროს ხუთის დროს სკოლაში ვიზრდებოდით და ჩვენი იუმორი განსაზღვრად ალბათ რა ვიცი 80%-ით ის რაზე გვეცინებოდა, როგორ ხუმრობს ვიტყოდით. ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რა. შემდეგ თაობებზეც ალბათ და მაშინ გქონდათ ეს განცდა რომ აგეთი მასშტაბის რაღაც აკეთებდით? კი. იგრძნობოდა ეს? კი. კი, იმიტომ რომ ქუჩაში ადამიანები მაშინ თქვენ ნაკლები ხალხი დადიოდა ქუჩაში. მით უმეტეს აღამოს ხოლმე და ხა ვინც მე რაღაც ჩვენ რუსთავი ორთანასწორლოდით უკვე მეგობრები შეად გვაჩენდნენ ხოლმე. მე გოგიჩა იყო წასული ჩამოვიდა გოგიჩა მე ჩვენ მე რუსთავში გადავედით უკვე დადუბალს მე ჩვენი ეზო გავაკეთეთ სერიალი მე დათო დაბრუნდა და ღამის შოუ პირველად რუსთავში გაკეთდა. არა ხო ქუჩაში მოდიოდი ხალხი მოდიოდა და იმაშობოდა დონის ახლა მაშინ რომ რაღაც ჩვენ იუმორის რაღაც დონე შევცვალეთ მაგაშევა ვერ ვაცნობიერებდით მაგრამ ის რომ აი ამ ჩვენ იუმორზე ხალხი ასე იყო აღტაცებული ეგ ვიხაროდა რა რომ ვაუ რა მაგარია ქართველებს აქვს ძალიან მაგარი იუმორიზნობა ძალიან მაგარი იუმორიზნობა აქვს მე აი ნამდვილად შემიძლია და უნდა ეს არ არის მარტო იცი რაღაც ეგეთი ის რომ აი გურულებს აქვს იმათ ესეთი არა ყველას აქვს რა სასწაული და კიდე ერთხელ აი სამეგრელოში ხო უბრალოდ მეგრულად იხუმრებს ისეთ რაღაცას რომ შეიძლება ავიცი მოკვდე მაგრამ ქართულად ეხლა რო გადათავნი ის არ გამოვა ხო რაც უნდა იყოს კახეთში მაგალითად იგივე ხო რა ვიცი ქართლი წაღან ვახსენე ხო რა ვიცი ჯერ ესეთი მეტყველება აქვს ქარში კარგად მეტყველებენ და რაღაცას ისე ძიხუმრებენ რომ თვალსა დაახმხავენ და სასაცილოა და ყველგან ეგრე არის ნუ გურულების განსაკუთრებულად იმიტომ ჩანს რომ ძალიან ენერგიულად კეთდება ეს ყველაფერი ძალიან იმად და სხარტად და ხო ეს არის ეს რომ ეს იმაშობა იმდა სტრაფები არიან რომ თქვა რაჭოს რო დაჭირდება ერთი წელი ერთი ანეკდოტი თქვა სიტყვა იხუმროთ გურული მოასწრე ფილმის თორე დონე თვითონ და ახმადობა მე ვფიქრობ რომ ძალიან ისეთი მაგთვალსაზრით მაღალი დონეა და ძალიან ადვილად მიიღო ხალხმა ხო ეგეთი იუმორი იცი არის როგორ არის ისი რასაც მე ხა თუ მაღალი დონის იუმორი არ იქნება და ის არის პოპულარული რაც არის ხა თქონდეს ხალხის ბრალი არ არის და ჩაართანდონ იღებ რა ამას მაგრამ ეხაც არის ხო თქვენ იგივე ხა ანუ მაგალითად ჯავახიშვილი ჩვენი გაგრძელება ჩვენი იმისი ხო ნიკა გრიგოლია ავიცი ბიჭები რომლებიც ავიცი აი მართლა პატარები იყვნენ ჩვენთან ერთად და მე ერთად ყველა მიშა ანდღულაძე რა ვიცი ესენი რომლებმაც ეგ შეითვისეს რა რომ აი რაღაცა მიუხედავად იმისა აი ჩემთვის ყოველთვის არის ეგეთი რაღაცა რომ აი მოთხოვნა არის ამაზე რომ იძახიან ხო კი ცუდია, როდესაც თქვათ ახლა კონკურენციის გარემოში შენ არ იხუმრებ რაღაც, აი წელს ქვემოთ ხუმრობას ვეძახდით ჩვენ რაღაც და ისეთ ბინძურ ხუმრობას, შენ არ იკადრებ და ამ ვიღაცა იკადრებს და აუ იმას შეიძლება ბევრ ადამიანს გაეცინოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხში იუმორიზმობა დაბალია. უბრალოდ არის რა, მჭირდება, სიცილი მჭირდება. აუცილებელია ჩემთვის გაღიმება, აუცილებელია ჩემთვის რაღაცეებისგან ცოტა თავი დავახციო, ხო? ყოველთვის რაღაც იმითი რაღაც გულის შემძვრელი სპექტაკლით ვერ მოვიკლავ რა იმას რა მჭირდება ესეც რა აუცილებლად ეს უფრო დაჟე ყოველ ევროპაში უფრო საჭირო არის და ამიტომ ჩავრთე და რაც ვნახე იმაზე ვცდილობ რომ ეს ყველაფერი გავაკეთო მაგრამ როგორც კი არსებობს კიდე ალტერნატივა ახლა ის თავისა შვება ხო ძალიან საჭიროა ეს გეთანხმები და მეც ეგრე ვფიქრობ რა რომ ცხოვრებაში ძალიან გეხმარება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სირთულების გადატანაში არის აუცილებელი მომენტი იუმორი რომ ხანდახან გვერდიდან შეხედო შენ თავს და გაიცინო იმაზე რაც დაგემართა და არ იტირო მთელი დღე რა და მიხვდე რომ უბრალოდ მორიგი საცილო ამბავი შეგემთხვა და შეიძლება
რაღაცა იმის მაგალითად დაიგრუზო და ინერვიულო, გაიცინო და გაიარო ასე ვთქვათ რა. ეს არის განმნიშვნელოვანი რა. როცა კაი ტიპი ხარ. აი ბანანის ხო კლასიკაა ხო ბანანის ქერქზე ფეხი აგისა და თქვა წაიქეცი. ხო წაიქცა ჩარლი ჩაპლინი და ჰა და ასე შემდეგ ხო. შენ რომ მიდიხარ და ბანანის აგისრია და ფეხი და წაიქეცი თუ ახლა კუდუსუნის ძვალი არ მოგწდა და რაღაცა შინდება არ დაიმართე უნდა გაიცინო რა. აი ლაბაძესმა კუდუსუნი გაიბზარა პარაშუტით რო იფრინეს და მე ერთი წელი მაგაზე ვიცი. ხო მაგაზე ვიცინო ლაბაძეს დაერჩათ. ხო ლაბაძესთან არა მე მას ვიდაღე რომ ბანანის ქერქზე შენს როცა აგისრიელდება ფეხი ის კი ჩარლი ჩაპლინსგან შენ რო დაიქცევა უნდა შეგეძლოს ამის ჰა ამის ხმა უნდა შეგელო. თუ ამის არ შეგელია, ფუში ამის დედა ვატირე და ბანანი ვინ დაარკა და გამოძიება დაეწო და უჩივლონ ბანანი ვინ ჭამა იმას და ცოდო ხარ რა. შენ ხარ ცოდო რა. ის არა, ვინც ბანანს ქენი დაარკა, ის არ არის ცოდო. ნუ კაი შეიძლება ცუდი მოქალაქია ბანანი დააგდო. მაგრამ ამ შემთხვევაში ცოდო შენ ხარ, როცა ამაზე შეიძლება არ გაგიაჩინოს რა, რომ კლასიკა დაგემართა ბანანში აგისრია და ფეხი. ვაუ, თამაში ხარ. ჩარლი ჩაპლინის სასტავში ხარ. ხტები? კაი ამია რა. ხო, მაგიტო ვფიქრობ, რომ ეს 105 პასიანსიც ბევრად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ვიდრე უბრალოდ პოპულარული შოუ, რომელიც ვერთობოდით. ძალიან დიდ დროს თამაშობდა რა და ნამდვილად. აქამდეც მithქვამს, რომ ეს რაღაც ქართული Netflix-ი რო არსებობდეს, დოკუმენტური უნდა გადაიღო ამაზე რა, Netflix-ის სტილში რო რა იყო და როგორი ეს მოახდინა. ჩვენი კონკურენტებად იხლებოდნენ პასიანსის ბიჭები, აი ყოველთვის წინვარდი ურთიერთობა ქონდა და ყოველთვის ახლა რაღაც ახალს რო გააკეთებდნენ და მაგას გააკეთებდნენ ყოველთვის გიხარო და გულშემატკივარდა. ანუ იუმორს ეგეთ აქ რა, აი თან ისე ტრაგიკულ დროს 90-იანებში როგორც იყო ბნელი და ძიმე დრო იყო და უბრალოდ კონტექსტი ქონდიდნენ. თურმე რო შეგილი ამაზე იცინო ამ სიღარიბეზე გაჭირებაზე ხედრიონზე რაღაცაზე ამაზე სიცილის თურმე რო შეიძლება თითქოს რაღაც შვებას გაძლევდა რა. ხო და თან ახლა როგორ რაღაცა არის, აი იუმორს ეგეც აქ რა, ჩვენ ერთმანეთს გულშემატკივრობდით. მე აი არ მახსოვს იგივე ხავი ბიჭასთან იაკლისთან ფრანგიშვილთან ბიჭებთან რა ვიცი რომ შეხვედრი რომ რაღაცა აუ ბიჭო ის ნახე თქვენი, აუ ის მოვისმინე თქვენი. იყო ყოველთვის. მიუხედავად კონკურენტები ჩვენ ერთმანეთს ზრდიდით ხო რაღაცნაირად ხო ამ კონკურენციით და აშკარად ეგრე იყო, მაგრამ ყოველთვის გულშემატკივრობა ნამდვილად იყო რა. იმის რა, აუ მაგარი გაარტყეს. აი ამას გვითქვამს, მაგრამ აუ ის რა მაგარი გაარტყეს. მერვე კლასელოა ხა, ხო არაფერი არ იყო ხალხო, აი ერთი შეხედი, ხო არაფერი არ იყო, რაღაც სულელურ ტექსტზე, სულელური სიმღერა, მაგრამ აი რა აი იმ დროისთვის დამახასიათებელი ამ გონორით ამის სიმღერა იყო. დობის ფაქტორია თქვა ხო? ჯგუფინ დობის ფაქტორი. უკვე ძალიან მაგარი იყო. აი ამ სახით რომ ამას აკეთებდნენ, ეს იყო რა ვიცი რა, ძალიან ის იყო ახლა. მოდი და ნუ გაიცინებ ახლა გიგოინდა კონკურენტი. ვერ იზამრას იცი აი როცა ეგეთი, როცა შენ თვითონ ხარ ამ სფეროში და ვიღაც სხვა კონკრეტი ამას აკეთებს. ის ვერ გააკეთებ, ვერ შეიკავებ თავს, რა სისულელია, სიცილიდან თავის შეკავება არის ცოდვა. ხო. კი. დიდი ცოდვა. ცოტა ხნის წინ ვიხსენებდით, პიკოლო მოკლეს ჰქონდათ კიდე მაგარი სიმღერა იყო. პიკოლო მოკლეს იტალიელ მაფიოზებზე. ხო, ეგ გოგიჩას ჰქონდა კიდე სხვა ჯერ გადაკეთებული სიმღერები. სიმღერები ხავს ხოძე კი. დინამო და ანდრეის მახარდა. ანდრეის მახარდა ის დინამო რატო და ასე შემდეგ. მარიკაზე რო იყო რა იყო. Mambo number 5 რო იყო გადაკეთებული. ხო, გუიმ ბევრი ჰქონდა და ბევრი. კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ. ბოლო დროს თუ გახსენდება რამე კაი ფილმი ან სერიალი კომედიური, რაზეც მაგრა გაერთე. ეცი რა არის კომედიური, აი იგივე ქართულ რეალობაში მე ვფიქრობ, რომ პიკი იყო ჩეცედე. შუა ქალაქში ძალიან კაი იყო. მაგრამ მაინც ჩეცედე თავის აქტუალობით და თუნდაც აი ზუსტად იმითი რა. ჩეცედეში ტრაგიზმის დევს რა. ძალიან კაი დოზით. კიდე ერთხელ ვამბობ, ხა არ მინდა მორჩინა, ძალიან რადიკალურად შიტკომის სხვანაირი ის არის, ფორმატი სხვა იყო, გენიალური გაკეთებული იყო და უმაგრესი პროექტი იყო, უმაგრესი შუა ქალაქი. თან იმ დროს მით უმეტეს ის იყო, ხა პირველი რაღაცა, მაგრამ
ნუ შეცედემ ქნა ეგ რა რომ აი სიცილი და ხო და ნახე საერთოდ ჩვენ ვიძახდით ხოლმე ეგრე რომ თქვა რაღაცა ნომერი რომ მიდის რაღაც წუთში ერთი ძალიან სასაცილო რეპრიზა გჭირდება რომ წარმატებული იყოს ნახე სენაზე შენ თქვა რაღაც 5 წუთიანი რაღაც პატარა პროექტი გამოდიხარ 5 რეპრიზა ყოფნის მაგრამ როდესაც შენ ამხელა ავით ლამბის 40 წუთიანი სერიები ქონდა და არ ჩერდება აი არ ჩერდება უბრალოდ ხომ სცენარის დონეზე მე მსახიობების დონეზე მოდი მეორეს ვთქვათ რომ აი ამ სერიალებმა მთელი მსახიობები შვეს იგივე დავიწყოთ შუა ქალაქით გოგონა გარეუბნიდან მე ნაცილი გამოსა ერთ-ერთი გოგონა გარეუბნიდან ხო ნახე მსახიობები ახლა იგივე რომ შევხედოთ იმისი ხო ჩეცედეს მსახიობებს ხო პირველ სერიალს და მეხუთე სეზონს რო შეხედავ მიხვდები რომ ესენი არანორმალურად გაიზარდნენ როგორც მსახიობები ძალიან მაგარი კასტინგიდან წარმატებული და მაგარი. კასტინგთან მაგრამ პროფესიონალი მსახიობები არიან ხა ძირითადად. ხო, ანუ ამეფან როლსაც უკარგად მოუარგო ხო დაამტყიო. ნახე რა შეასაქმე მთელი ამბავი რომ დღეს მაგალითად მე რომ ფილმის გადაღება მომეწონს რაღაც სერიოზული ნამუშევარის პირველ რიგში ვიწყებ მე ამ მსახიობების არჩევას შეცედესში ვარ. იქ ვარ რა. იმდენარი პერსონაჟი იყო უკვე და ხო. იმდენარი და ისეთები რა, რადონეები ითამაშე. არავის არ ეწყინება და ბერმა იქ სხვადასხვა აი მე ცოტა ეჭვი შემეპარა რომ აი თქვა თეატრის მსახიობებს ცოტა არ გაუჭირდეთ სერიალი თლათ ისეთი არ არის თან საქართველოში როგორ იყო ხო სერიალში უნდა გადამიღონ რო გეთქვა ვიღაც თქვა იგივე თეატრალში რაღაცა იქ მასწავლებელი ჩაგარტყამდა თავში რა კინოში გადაღება და თეატრის მსახიობი კინოში გადაიღეს ვაიმედი და იყო ეგეთი პერიოდი ეგეთი ამ დროს რა ვიცი ხა ხალხმა ითამაშა იქ აი ამ ბატონ ლეო ანთაძეც ხა ნუ კი დიდი მსახიობია რა თქმა უნდა სერიალს და სხვა სპეციფიკა კიდე ეგ მორგება ამაზე ნუ არ ვიცი რა საოცრება იყო და ნუ გიაროინიშვილი რა ვიცი ნუ ხანა კასაზე არ ვაპარაკობ საერთოდ ხა მაგას საოცარი ის შექმნა ხო თამდოს რა არის ვიღაცისთვის ეს არის იცი ვიღაც ერთი თეატრალი ვიღაცი აუ შერიანი ის არის რა არის შრომა საშინელი შრომა და ერთი ბეწვით არ უნდა ერთ სერიალში და მეორე სერიალს შორის ოდნავ რომ დაგიკარგოს როლი დამთავრდა აღარ ჯერა შენი უკვე დამთავრდა ის როლი დამთავრდა ის ვერ შედგება ის როლი რა და ნუ არ ამსახიობებმა ხო რა ვიცი ხა ნიკა ქავთარაძემ შექმნა სახე ნუ ავი თან დღეს ასეთი აქტუალური ერქვა ელვირი ხო და შენ პერსონაჟს ერქვა ელვირი და ელვის ვინტრაზე და მეორე ის ტოტო იყო ტოტო კიდე შენ ტოტო იყო ხო მე ჩვენ ვერ გავიხსენით ვერ მთელი რაღაც გეგმები იყო მე მაგისი და რაღაც კაიპონჩი ჩდებოდა რა ბევრს უნდა მიეღწია ჩემი აზრით მაგრამ ნუ ვერ მიახცია ხო არა კი ეგ პერიოდიც მაგარია ტოტო ის იყო ხო და ხო მე მაგ კუთხით ვერ ვაფასებ ჩემ თავს იმიტომ რომ თქვა ჩემთვის არ იყო ეს ძლიერი მხარე მაგრამ ნუ ავიცი ბიჭე პრეზიდენტი საოცარი ის არის ხო ყველა მე უნაკლო იყო და ნუ ახალი შორების დამსახურება და ავიცი გია სელიფონავაში და ავიცი ბიჭების კაცო უამრავი საოცარი გუნდი და აი ნახე რაც ვიზახი აი ამან სხვა ის რომ საქართველოში ჩვენ ყავს ადამიანები რომელსაც შეუძლია სერიალების კინოების შექმნა ძალიან მაღალ დონეზე. ხო. რატო? იმიტომ რომ გაიარეს არანორმალური სკოლა. იმიტომ მე მახსოვს პირველი გადაღებები და მახსოვს ბოლო გადაღებები. რა სისწრაფით ეწყობოდა საგადასაღებო მოედანი პირველ სცენებში შედარებით და როგორი სისწრაფით ეწყობოდა ეს ყველაფერი უკვე ბოლოში. სხვადასხვა არ ვიცი უყურებ თუ არა, ჩემთვის აი ბოლო პერიოდში გამორჩეული არის კეთილები სერიალი. ხო, YouTube სერიალი არის, აქ ვწყავდნენ სტუმრად, ანუ
ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ აი ხმამაღლა რო იცინი რო უყურებს ახლა ტელევიზორთან გოლ გადაიხარხა. მან ჩემი სუბიექტურაზე აი ეს ზედმეტი გადათამაშება რაღაც მომენტებში და აი პაუზების ლაპარაკი ცოტა დამღლელი არის. შევა ასაკის ბრალია და მეც ნელ-ნელა მივეჩვიე, თავიდან გამიჭირდა ყურება და აღოსაღება, მაგრამ ნელ-ნელა მივეჩვიე და დღემდე არ ინარჩუნებენ რა იმ დონეს მე მე სეზონზე არის. არა, საინტერესო არის ძალიან. თუნდაც კიდე ერთხელ ვიდახი, მაინც იქაც რა არის რა, ყოფის დღევანდელი ადამიანი მეტი კი მე ეგ არის. ეს ამ ყოფის ესე დანახვება არის. უტრირებულად ირონია აქვს კარგი რა, საკუთარ თავზე ცეცის. მე აი უშაშვილოებით ნახო და იქაც ახლა გადათამაშებები არის ზედმეტი რაღაცები. მე ცოტა არ მომწონს აი ეს პერიიგროვკა, რასაც ქვია და ეს გადათამაშება არ მხიბლავს ზოგადად რა, უფრო იმისისა ვარ, მაგრამ იგივე ჯიმ ქერისა ხოლმე არის პროექტები, სადაც ისე გადათამაშებული ზედმეტად ემოციურად და მიმიკურად, რომ მეტი უარ შეიძლება. იუმორი, ხო, იუმორს შეუძლია ამის გამართლება ხშირად ხოლმე, ყველაფერი შეუძლია. და უცხოური არის რამე ეგეთი სასაცილო რაც ნახე ბოლოს. არა, სიმართლე არ მაქვს ახლა ესეთი ინფორმაცია. რაღაც სერიალებს უყურებ ხოლმე, მაგრამ იუმორისტულებს ესე ნაკლებად ვარჩევ ხოლმე, რაღაცებს ახლა მე სერიალები ხო მიყვარს აი ცნობადები რაც არის ყველაფერი მიყვარს ანუ ახლა Breaking Bad-ი არის ჩემი საყვარლესი იმიტომ რომ ეს არის Breaking Bad-ის პერსონაჟი კი ნუ წერან უყურებდი White-ს და ხო იმიტომ რომ აი მე მიყვარს ძალიან რა რომ მე მიყვარს ოდესაც მე პერსონაჟის მიმართ მიცვლი დამოკიდებულებას White-ის მიმართ დამოკიდებულება მეცვლება სერიაში სამჯერ რა. ხან მეზიზღება, ხან მიყვარ, ხან უყუდა, არაკაცია და გულშემატკივრობ რა. არაკაცია და ახერხებს, რომ გულშემატკივრო, იმიტომ რომ ისეთ უარეს არაკაცებთან აქვს საქმე, რომ აი ხი სცენარო არის ეს გოგონა რო კვდება ნარკოტიკები და რო არშველის, ხო რაღაც აი მინდა რომ ვაიც დავაცალო ყველაფერი რა, დავახჩო მოვკლა და რამოდენიმე იმაში, რამოდენიმე ხანში ამას გადაარჩენს საერთოდ როგორი რაღაც მანქანით შევარდება თუ რაღაცაზე, ფლამის სიკვდილზე მიდის იმის გადაცარჩენად. ამდროს ადამიანურ რაღაც მომენტს გამოიჩის, ამდროს ისეთ ადამიანურს რო და აი ეს რეალურს ხდის ამას რა. და ამდროს ხო თითქოს სრული ეს ღაპარია. ხო ერთი შეხედვით. მაგრამ ადამიანს რო ცნობ რო თურმე ადამიანები არიან მართლები. ცოლის პერსონაჟი ნუ აი ცალკე კიდე. ცოლის და შვილი, ქვისლიც მაგრამ. ქვისლი ერთ-ერთი დადებითი პიროვნება თვალშუს. ერთ-ერთი დადებითი პიროვნება მთელ სერიაში. ვინც აი მართლა დადებითი ტიპია, არაფერი ცუდი არაა, კაი ტიპია. ყველანაირად კაი ტიპია და როგორ ყოლავდა. შვილიც კი რომელსაც რაღაც ისა აქვს, ხო? ერთი შეხედვით რაღაც ისა აქვს, ხო? რაღაც თვითონ უნდა მის მიმართ იყო განწყობილი და ერთი-ორი ისეთ რაღაც შურიან რაღაც საშინლებას გამოვაგდებს, რომ რა ვიცი და ხო, ეს მე 5 ჯერ მაქვს ნახე მე პირადად ხო. მე ვისაც ვანახე, ვისაც უთხარი რომ ნახე, მე თვითონ ყველას გვერდზე მიუჯექი. კი, აი ერთად ნახეთ, ორჯერ ნახეთ, ხო მე კიდე ხო. შეუძლებელია არა, ხო დიდი ხანია მე ნახე და დიდი შანსია რომ პეუცები დამთავრდება. Better Call Saul-ი მოდის გამზირო. ბარასო, საოცარი. სხვადასხვა თავი როგორ დაიწყო, ცოტა ისე Better Call Saul, მაგრამ სიხონზე ვაფრენ საერთოდ. აი რა არის ხო? თითოეულ შეხედავთ ობიექტურად არაფერი ისეთი ის. აი პლურიბუსი ნახე ახალი. ჰა? პლურიბუსი ახალი. არა. აი Breaking Bad-ის შემქმნელი და ეს რეალ სიხორნე. არა, ხა ვიცი მაგის ჯერ მაგამდე აღარ მისულა და Better Call Saul-ი მე რო გახსოვს ეგ სამყარო საერთოდ. თანკვეთები რო ხდება და რაღაც სიხორნი ფანტასტიკა არის რა. აი ეგეთი კეთილგანწყობილი არავის მიმართ არ ყოფილვარ, რა ვიცი, ბოლო რაც ვნახე ტელევიზორში და ხო, ეგეც არის ბოლომდე დადებითი, მაგასაც ჰქონდა რაღაცი ისინი და მე რაღაცა აქვს ისეთი სიმპათიური. ხო. რაღაცა აქვს შინაგანად იმდენად სწორი,
იმდენად კაი ტიპია, ტიპშა. მეტი რო კი მოექსლერი, ხო. ნუ დიდი მსახიობები არიან. იქ ცალკე იქ არ გიკვრის ის სკოლა რაღაც უზან მაზარი და მე მიხარია ის რომ საქართველოშიც ეს არის უკვე და ეს შეიქმნა და ამას უნდა ცოტა სხვა გაქანება. ამასა ფინანსები ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ფინანსები ბევრი გადასაღებია წავიდეს და ნუ სანმო არ მინდა ახლა მაგ თემაზე საუბარი, მაგრამ ფაქტის ახეზეა რომ ხო, ნუ არის გუნდები არის უამრავი ისა დაგროვილი და უნდა გამოუშვათ ეს და უნდა გადმოვიტანოთ ფირზე, გადმოვიტანოთ, არ ვიცი რაზე, მაგნიტურ ლენზზე თუ ჩიპზე თუ არ ვიცი რაზე, ადრე ფირი ერქვა ამას. კარგი, ტრადიციულ შეკითხვებზე გადავიდეთ ბოლოსკენ, 4 პოდკასტის ტრადიციული შეკითხვა, ვისაც ყველა სტუმარს ვეკითხები. ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცოდეთ ვინ არის და რატომ. ვინ შეგიძლია გაიხსენო ეგეთიან დაასახელო. ცოცხალი და ახლა როგორც გინდა. აი ქართველი მას ჩვენ საზოგადოებამ რო ვიცოდეთ ვინ არის. ან ცნობილი, ვისაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. რთული კითხვა. თურმე ძალიან რთული კითხვა. შემდეგებიც არ არის ადვილი. კაი, არა იყოს არანაირად ის არ არის ჩვენთვის, მაგრამ ვიცი რა არის, მაგათ ახლა ისტორიული მევში წავალ მაინც რა ახლა არ იმას ვიზამ ვიორიგინალებ და იაკობ გოგებაშვილი. ვიღაცებს გონიათ რომ იაკობ გოგებაშვილის დედაენი თუ ასწავლოთ შვილებს იძახიან და ამით გონიათ პატივსცემენია გოგებაშვილს ესე არ არის, იმიტომ რომ თვითონ 11 გამოცემა იყო და აკრიტიკებდნენ რომ ფულის გამო არისო რომ რედაქციებს ვსვლისო და იაკობი იძახდა რომ არა გუშინით ისწავლობდა ბავშვი იმითი დღეს ვეღარ ისწავლისო ის უნდა წიგნი უნდა დაიხვეწოსო და დღეს ვიღაცებს იაკობის პატივსცემა გონიათ იაკობის მაშინდელი წიგნით სწავლება და იაკობის პუბლიცისტიკა რომელიც არის ჩვენ მათო დედაენა შექმნა რაღაც ვიძახით და მისი პუბლიცისტიკა არის საოცრება და მისი სიცოცხლეშივე გოგებაშვილს დასინოდნენ პრესაში და მოგებაშვილს ეძახდნენ რომ მაგას ფული აინტერესებს. ძალიან დაუფასებელი არის. ის რომ დედაენა გვაგდა ჩვენ მის სახელი და გვარი ვიცით, არ უნდა გვეგონოს რომ ჩვენ მას ვაფასებთ. ჩვენ მისი პუბლიცისტიკა გვაქვს ანახავი, მისი ცხოვრება გვაქვს ანახავი და ну цалке მერე თუ იქნება კიდე მაგაზე შეგვიძლია цалке გავაკეთოთ. მე ძალიან მიყვარს იაკობი და მართლა ძალიან დიდი პიროვნება არის და უფრო მეტი უნდა გავიგოთ მასზე. მას არის და ეს. მოვიჩნდა ამ თემას მოვიჩნდა. არა მართლა ეგრე არის და იმიტომ რომ ასეა თუ ისეა ყველაზე რაღაცები ხა ილიაზე მაინც ბევრი გვაქვს და ვიცი თუმცა ილია სასწაული ხალხს სისრულებს იძახიან აღრეული გვაქვს დროს როდის რა თქვა ვერ გაუგია ხალხს მაგრამ ეგ цалке თემა არის. იაკობი ესეა. დედაენა შექმნა და არ არის ესე საოცარი პიროვნება იყო ძალიან დიდი ქართველი ბავშვობის პირველი მოგონება რაც გახსოვს მოგონება რამე ისტორია არა ხო აი რაც გახსოვს პირველი მეხსიერებაში რა გაიყო ყველაზე ბავშვობაში მახსოვს ყანეთში ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს ყანეთში დედას ტკიოდა კბილი აი ეს მახსოვს და მე ხელში აყვანილი თან მაძინებდა და თან მახსოვს რომ ძალიან ტკიოდა ტკბილი მაშინ ეგრე არ იყო რომ ჩავედი ხა 20 საათიანში და რაც გავი მასკენ და აი ეგ მახსოვს ძალიან კარგად და მე რომ მაგას ვიხსენებ მეუბნები შენ მაშინ ალბათ წლნახევრისო არ უნდა ყოფილიყავიო და როგორ შეიძლება გახსოვდეს და მახსოვს ეს ძალიან კარგად მამა ჩემი რას ეუბნებოდა ის მახსოვს რომ აი ეს მახსოვს და არა ბავშვს დავაზინებო და აი ესე აკეთიკით მატარე აი მე მახსოვს პირველია ვა მახსოვს აქ გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის თუ გჯერა ჩირარი არ მინდა რომ არ მჯეროდეს მაინც ფიქრობ რომ ჩირარი რაც უფრო მეტად რაღაცეები ვთქვათ იგივე ფიზიკაში ასტრონომიაში რაღაცეებში ვისწავლე რა ხა მე არა ვარ არც ფიზიკოსი ვარ ასტრონომი ვარ მაგრამ რაღაცებს ჩავეძიე მივხვდი რომ რაღაცეები ისეთი საოცრებები ხდება და იმდენად დიდია სამყარო არანორმალური ჩვენ ხო რაღაცა არ ვიცი რა ვართ ხო რაღაცები
ერთი ბეწო რაღაცა. იმდენად დიდია, რომ ამ ხელად დიდ რაღაცას არ შეიძლება არ კონდეს რაღაც ერთი მექანიზმი, რომ რაღაცა მსგავსი არ ხდებოდეს. მე და ამიტომ ჯეროდა, ხო რელიგიური კუთხით არ მინდა ეხა ამაზე საუბარი რელიგიური კუთხით, სხვა რამე არის. და სხვანაირად ილაპარაკება ამ თემაზე, მაგრამ ხან ესე დასვი შეკითხვა. ხო, მე მჯეგი სულის მარადიულობის ძალიან ჯერა მინდა რომ ესე იყოს და ეტყობა ამიტომაც ჯერა და ამიტომაც იცი არის ერთი არის კიდე ძალიან რომ მიცის იმჯერ მე იმისი ჯერა და უფრთხილები მე რო აღარ ვიქნები აქ რა სიტყვიან ჩემს. ესეც არის ის რომ გასწავლის მე ცოცხლობ. რახან ამაზე ზრუნავ. არ მინდა რომ მე რო ახარ ვიქნები, რამე თქვა. არიან ვიღაც მატერიალისტები, რომელიც რომ მოკლები ფეხებზე მკიდია მე ვირა სიტყვის ჩემს. არიან ეგეთი ადამიანები. ნუ მე ეგეთი არა ვარ, რახან ეგეთი არ ახარ, ესე იგი ჯერა ისე ხო. შეიძლება გაიგონო რა თქოს და. ხო, ნუ უკვე ვიცი რომ იქნება უკვე არ უკვე მაწუხებს რომ რამე არ იყოს ეგეთი დაჭერა. რა არის ცხოვრების აზრი? ბოლო შეკითხვა. ქმნადობა, რაღაცების შექმნა. ქმნადობა არის მე მგონია რომ აი ამაში არის აზრი. ქმნადობაში არის აზრი. და როცა რაღაცას ქმნი, იქ სიყვარულიცა, იქ ადამიანობაცა, იქ ურთიერთპატივისცემაცა, რაღაც ეგეთი არის. მე ესე უყურებ ამას, ხა, ვიცი ვიღაცები არიან ბოროტი ადამიანები, რომ რაღაცები შექმნეს, იმპერიები შექმნეს, ის შექმნეს, ეს შექმნეს, მაგრამ არსი მაინც არის ეგ და ხა თუ ეს კეთილად არის და ეს არის, კაცობრიობა პროგრესს განიცდის. რაცა უნდა ხა ვიღაც ბნელები იძახდნენ, რომ აუ ადრე იყო კაცო ადამიანი და ხა არა არის. ადამიანი ადრე სხვანაირი იყო, იესო მაგიტომაც მოვიდა, ხო, უთხარო რა შვები და 10 მცნება. ხო, ეს არ უნდა გააკეთო. ანუ ნიშნავდა რომ მანამდე ამას აკეთებდნენ, ხო. მანამდე ამას აკეთებდნენ და ეს ჩვეულებრივი მოუკალი ისეთი კარგად მოუკალი და წამოვიღე კაცო რა თავში ჩავარდი და წამოვიღე მე მაგ ნახე რა კაია. ეს ჩვეულებრივი ადამიანები ის იყო და ჩვენ ხო ამ ქრისტიანული მორალით ცხოვრობ დღესდღეობით ხო ჩვენი საქციელი ხო მაქედან გამოდის და ხო això ქნა. კარგი ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, კარგად გავატარეთ დრო და დიდი მადლობა რომ დაგვიტანით. მადლობა თქვენ. ძალიან ბევრი რაღაცა სხვანაირად შევხედე, ეხლა რაღაცები ისეთი რაღაცები ვიფიქრე, რაზეც არ მიფიქრია დიდი ხანია და მადლობა თქვენ ამისთვის. პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს, არხი გამოიწერეთ, თხოვნა იქნება, ვიდეოც დალაიქეთ. აუცილებლად გამოიწერეთ და აუცილებლად დალაიქეთ. ძალიან დიდი მადლობა.